დღემ მშვიდობისა მოგესალმებით. როგორი განწყობა გაქვთ კოლეგებო? არაჩვეულებრივი. აი თქვენს პირდაპირ ამინზე ხარ დიდმული ხო როგორც ვიხდი. ასე გამოდის. ხო, სხვათაშორის ჩვენ ზღვასთან შესამჩნევია ხოლმე, ამიტომ განსხვავდებით თორე მართლა განსხვავება კი არა საქართველოში ამ ხელა. თიელებს ცოტა იმ ბუნებისნაირი ხასიათი აქვს, ხო, ისე მკაცრი, ესე ვთქვათ, ხისტი. ზღვასთან უფრო ესეთი რბილი, მოძრავი, დაუშვათ აღმოსავლეთში უფრო ესეთი რაღაც თანმიმდევრული. ეს განსხვავება თან პლუსია, ხო? არა, ეს განსხვავება პლუსიც არის შესამჩნევი. სიმღერებშიც აი ყველაფერში არის ეს განსხვავებები ჩანს და ძალიან დიდი სიმდიდრეა და ეს სიმდიდრე გვაერთიანებს, რაც მთავარია. კი ბატონო, ხო არა ვაღიაროთ რომ ამიდი გარკვეულ გავლენას ახდენს ადამიანის განწყობაზე, გუნებაზე, იმიტომ რომ სახლიდან ახლა სამსახურამდე რომ მოვდიოდი ქუჩაში ვხედავდი რომ ადამიანები უბრალოდ ასე ბედნიერები იყვნენ. კარგი განწყობით მოდადიოდნენ. ძალიან ბედნიერები ვიყავი. და ჯერ ყველაფერი წინ არის იმედი მაქვს რომ ჩვენი მაყურებელიც კარგი განწყობაზე იმყოფება და ჩვენ მომდევნო საათნახევრის განმავლობაში რა თქმა უნდა ისევ და ისევ ვეცდებით რომ უფრო მეტად აგიმაღლოთ განწყობა. ახლა კი ვნახოთ ანონსი და გავიგოთ თუ რატომ უნდა იყოთ ჩვენთან ერთად საათნახევრის განმავლობაში. დღეს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ. ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ისაუბრებს მარტოობაზე. სილამაზე ჩარჩოების გარეშე პროექტის შეშმო პირებისთვის თემაზე ვსწრად ისაუბრებს პროექტის იდეის ავტორი ირმა კილაძე და პროექტის ხელმძღვანელი რუსუდან შერვაშიძე. როგორ ვირჩევთ სუნამოს და რა მნიშვნელობა აქვს საკუთარი არომატის პოვნას? თემაზე ისაუბრებს ანა ნაგერვაძე. და ბოლოს ტოლკიენის დღე. როგორ შეცვალა სამყარო ბეჭდების მბრძანებელმა? სტუმრად გადაცემაში გამომცემელი წიგნის კლუბის დამაარსებელი მარი კორინთელი. მოკლედ ვიწყებთ პირველი თემით, რომელიც ძალიან საინტერესო არის და ღრმად ჩასაფიქრებელი არის. მარტოობაზე უნდა ვისაუბროთ, თუ რატომ ვრჩებით ხოლმე მარტო საკუთარ თავთან, არის თუ არა საჭირო ზოგადად რომ ხანდახან განმარტოვდეთ, ან როგორ მდგომარეობაში ვართ მაშინ, რა ფიქრები გვაქვს, რა გრძნობები გვაქვს, რა გვაწუხებს, როდესაც მარტოსულად ვგრძნობთ თავს და ზოგადად რა გვიწყობს ხელს იმისთვის, რომ ადამიანმა იგრძნოს თავი მარტოსულად და როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. შეიძლება გქონდეს მარტოობას როგორც დადებითი მხარე, ასევე უარყოფითი მხარე. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ანუ განმარტოებასა და მარტოობას შორის რამდენად დიდი სხვაობაა და თუ ასხვაობასა? კი, ხო, ჩემი დაფიქრებით დიდი სხვაობაა, კი. მაგრამ არსებობს ადამიანების ის კატეგორია, რომლებსაც უბრალოდ მოსწონთ, როდესაც მარტო არიან და მოწყვეტილნი არიან საზოგადოებისგან. ვისთვის რა არის კომფორტი? ვიღაცას მაგალითად მარტო ყოფნა აშინებს. საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. მაგრამ როგორც ცნობილია, ეს არ უნდა გაგრძელდეს ხანგრძლივი პერიოდით, იმიტომ რომ ამას უკვე სხვა უარყოფითი შედეგები აქვს. მოკლედ, ბევრი კითხვა არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით და ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი უნდა მოვიწვიოთ ახლა და მასთან ერთად გავაგრძელოთ ეს საინტერესო თემა მოვწადით. გამარჯობა. მოგესალმებით. მოგესალმებით. ირმა, საინტერესო ზოგადად რა არის მარტოობა, როგორი მდგომარეობაა და რატო ვგრძნობთ ხოლმე ადამიანები მარტოსულად თავს? რა გარემო მდგომარეობა ახდენს ამ ყველაფერზე გავლენას? მარტოობა ეს არის გრძნობა. საერთოდ რატომ გვაქვს გრძნობები? გრძნობები გვაქვს იმისათვის, რომ გადავირჩინოთ თავი, ვიარსებობთ და აი ზუსტად ამან მოიყვანა დღევანდელ დღემდე კაცობრიობა და ადამიანები, რომ გაგვაჩნია გრძნობები და ეს გრძნობები ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას და ჩვენს ქცევას. რა არის მარტოობა? აი ძალიან კარგად გამიჩნდა პატამ, რომ მარტოობა და განმარტოვება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება და მარტოობა შეიძლება პერიოდულად ჩვენთვის სულის საკურნებელიც იყოს ეს ერთგვარად სიმშვიდის მომტანი, მაგრამ როდესაც ეს ხანგრძლივი დროით გრძელდება, ძალიან ხშირად ცუდ მდგომარეობამდე მიყავს ადამიანი და შეიძლება მიტოვებულად და სამყაროსგან გარიყულად იგრძნოს თავი.
რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს არ დაგვემართოს, ხო, უპირველეს ყოვლისა, უნდა ხშირად ვეცადოთ, რომ გქონდეს ურთიერთობა ადამიანებთან და ჩვენ თვითონ მოვიძიოთ და ვიპოვოთ ადამიანები, რომლებთანაც კომფორტულად ვიგრძნობთ ცხოვრებას და რომელთანაც საინტერესოდ გავატარებთ დროს. თუმცა იცით რა არის, შეიძლება ადამიანი მეგობრების გარემოცვაში იყოს და ძალიან მხიარულ რაღაცა ღონისძიებას ესწრებოდეს, მაგრამ მაინც მარტო გრძნობდეს თავს. შეიძლება სამოგზაუროდ იყოს და იქ რაღაც საინტერესო თავგადასავლები ქონდეს, მაგრამ მაინც მარტო გრძნობდეს თავს. აი ეს ყველაფერი მიდის იქამდე, რომ ჩვენ თვითონ უნდა გავერკვიოთ საკუთარ გრძნობებში და ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ არჩევანი. თუმცა ყველაზე მეტად რაც გვჭირდება ადამიანებს ეს არის ემოციური კავშირები. სწორედ ამით განსხვავდებით სხვა ცოცხალი არსებებისგან, რომ ჩვენ ძალიან გვჭირდება ემოციური კავშირები, ჩვენ სოციალური არსებები ვართ და ემოციური კავშირების გარეშე ხშირად ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარდებით. აი მაგალითად ექსპერიმენტის შედეგად, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბავშვები, რომლებზეც ჩვეულებრივ ზრუნავდნენ აქტიურად ბავშვთა სახლებში, ანუ დროულად უცვლიდნენ, დროულად აჭმევდნენ, დროულად აძინებდნენ, მაგრამ მხოლოდ ეს აქტივობა ჰქონდათ და არ ჰქონდათ ემოციური კავშირი ადამიანებთან, არ ეფერებოდნენ, არ ეხუტებოდნენ, ხო? შემდგომში განვითარების ჩამორჩენით გამოირჩეოდნენ, იმიტომ რომ ვერ ვითარდებოდნენ ასაკის შესაბამისად. ისინი რადიკალურად განსხვავდებოდნენ იმ ბავშვებისგან, რომლებიც სითბოში, სიყვარულში და ემოციას ვერ იღებდნენ, მაგრამ ეძინათ თავის დროზე. ანუ იყვნენ მარტო, განმარტოვებულები, ასე გამოდის, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად მასზე ზრუნავდნენ. აი, აქედან ძალიან თვალსაჩინოდ ჩანს, რომ ჩვენ ადამიანებს ძალიან გვჭირდება ურთიერთობების სითბო, სიყვარული და ყურადღება. და აი ამას კარგავთ, როდესაც ვართ განმარტოვებული. ანუ გულისხმობთ იმას, რომ შეიძლება დიდ წესრიგში არ ცხოვრობდეთ, მაგრამ ზრუნ სითბოში ცხოვრობდეთ და გაცილებით უკეთესად ვიგრძნობთ თავს და ვიქნებით უკეთესები, ვიდრე იდეალურ წესრიგში, მაგრამ აი ცივად. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პასუხისგებლობისგან გაქცევაც ხო არ არის, თუნდაც მარტო რო უნდა ადამიანს ყოფნა. ძალიან ბევრი შემთხვევაც ვიცით, მაგალითად აი არ მინდა არაფერი და მინდა მარტო ვიყო. იცით რა არის? აქ ალბათ ცალკე ინდივიდუალურად უნდა განვიხილოთ ყველა შემთხვევა, იმიტომ რომ პასუხისმგებლობიდან გაქცევა, მარტოობა იმ შემთხვევაში იქნება, თუ კი რაღაცა კონკრეტულ სიტუაციაში პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება უჭირს ადამიანს. მაგრამ ძირითადად პირიქით პასუხისმგებლობის აღების დროს სხვების თანადგომა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე და უფრო მარტივად ვაკეთებთ ყველაფერს, ვიდრე განმარტოებით. აი, არსებობენ მარტოსული ადამიანები, რომლებსაც მაგალითად არ უყვართ საზოგადოებაში ყოფნა და მათთვის ხო, კი ბატონო, ექსტროვერტები, რომლებსაც უყვართ მარტო ყოფნა და ამითი არიან ძალიან შვიდად, წყნარად, არ უყვართ საზოგადოებაში ხმაურში ყოფნა და ეს არის მათთვის პირიქით რესურსული მდგომარეობა, როდესაც შეუძლიათ, რომ ძალიან პროდუქტიულები იყვნენ. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს ვერ განვიხილავთ როგორც მარტოხელა მიტოვებულ ადამიანებს, რომლებმაც ვერ იპოვეს ის წყვილი, ის ადამიანები თავის ცხოვრებაში, თუნდაც მეგობრები, რომლებიც მათ გვერდით იქნებოდნენ. იმიტომ რომ ეს მათთვის კომფორტული მდგომარეობა. თუმცა ინტროვერტებზე ამომიკითხავს ის, რომ შეიძლება მარტო ყოფნა უყვართ და განმარტოება, მაგრამ ძალიან რეალიზებული არიან თავის საქმეში. სამსახლში ეს არ ეთყობათ. ხო, აი იცით რა არის, პროფესიებიც აქ შემთხვევაში ხშირად განსხვავებულია ხოლმე, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებსაც უყვართ სოციუმი, უყვართ ხალხში ყოფნა, ეს სხვა პროფესიას ირჩევენ და ადამიანები, რომლებისთვისაც განმარტოება არის მნიშვნელოვანი, სხვა პროფესიას ირჩევენ, იმიტომ რომ თუ ადამიანს მყუდროდ მარტოობაში უყვარს ყოფნა, ძალიან რთულია იყოს პედაგოგი, სადაც ამდენი ხმაურია, ამდენი ბავშვია, ამდენი ურთიერთობა, მოდიან სისტემატიურად გეხუტებიან, რაღაცა ემოციებს გიზიარებენ. რთულია ამ ადამიანებისთვის, დამღლელია ძალიან. და ამბივერტი როგორ ლავირებს ამ ურთიერთობებს? აი, არსებობს მოძალადეები, რომლებიც შეიძლება იყვნენ კომპენსირებულები და მიდიოდნენ პოლიციაში მასწავლებლად.
თუნდაც ახალ გამბულენილზე რა თქმა უნდა ეგენი არ მიდიან პროფესიაში და ეგენი დამაჟავები არიან, მაგრამ ვინც კომპენსაციას ახდენს საკუთარი დაუშვათ აგრესიის, ისინი ხშირად მიდიან ხოლმე აი ზემო რაც გითხარი პროფესიებში. პედაგოგიც კი ითვლება მოძალადე პროფესიად თურმე. ხო, მაგრამ ასე გაჭირვებთ კი რომ ის რამე სულად შეჩვენება, აქტიურობა და თან ძალიან ბევრ სფეროს შეიძლება ახლა გადავწყვეტ და შევწყვეტ ზუსტად ამასთან დაკავშირებით, მაგრამ განმარტოება მაინც ალბათ ყველაზე ისეთი აქტუალური არის ხოლმე მოზარდებისთვის და აი ამას მინდა რომ შევეხო, იმიტომ რომ მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს ინფორმაცია, რომ უნდა გაიაზროს ხო, თინეიჯერობის მოზარდების. ასაკი ადრეული მოზარდობა, თუნდაც მერე პუპერტატის პერიოდი, როდესაც მათ აი ამ განმარტოებით და მარტო ყოფნით საკუთარ თავთან მარტო დარჩენა შეუძლიათ, საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა შეუძლიათ და ამაში ცუდი არაფერი არ არის. ამით ალბათ ისინი უკეთ შეიცნობენ საკუთარ თავს. და კიდევ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა თანამედროვე ცხოვრებაში, შეიცვალა ისიც, რომ აი თუნდაც ურთიერთობის ფორმები განსხვავებული გახდა. ძალიან ხშირად მშობლებს გონიათ, რომ მათი შვილები განმარტოებულები არიან, მარტოსულები არიან, იმიტომ რომ მათთან მეგობრები არ მოდიან, თვითონ არ მიდიან, ანუ აქტიური ურთიერთობა თანატოლებთან, უფროსებთან არ აქვთ, მაგრამ სამაგიეროდ აქვთ ძალიან აქტიური ურთიერთობა ონლაინ სივრცეში, რომელიც ზუსტად აი ამას ავსებს და ამ შემთხვევაში მარტოობის გრძნობაზე და განმარტოებაზე ლაპარაკი ზედმეტია ხოლმე. კი ბატონო, როგორ შეიძლება მაგალითად თან არ შევაწუხოთ ზედმეტად თუნდაც მოზარდი და თან ისე არ გამოგვივიდეს რომ საერთოდ თქვა ანუ ეს დროებითია და საერთოდ არ გვაქვს ანუ ეს ბალანსი როგორ დავიცვათ როცა ხედავთ რომ დისტანცირებულია. ისეთი ბეჭვის ხეზე სიარულია მოზარდთან ურთიერთობა ყოველთვის. მე თვითონაც ჩემი შვილები მოზარდები რო იყვნენ, ძალიან ბევრჯერ მithქვავს, რომ ღმერთო თეორიულად ყველაფერი რა მარტივია და პრაქტიკაში რა რთულია, რომ ეს ყველაფერი ბოლომდე გათვალო და რა თქმა უნდა მშობლები დაუშვებთ ბევრ შეცდომას. ჩვენ ადამიანები ვართ და გვეპატიება ეს შეცდომებიც, თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი მოზარდების შინაგანი მოთხოვნილება და ესეც უნდა განსაზღვრავთ ჩვენ ქცევას. არ შეიძლება სულმუდმივად მიტოვებულად ვაგრძნობინოთ თავი, იმიტომ რომ მოზარდები ცოტა ისეთი რადიკალურები არიან. თუ ხშირად ვაკითხავთ და ვეკითხებთ რაღაცას, შევწუხდიო ბრაზობენ და თუ არ ვესაუბრებით, არ ვაინტერესებ მშობელს შეიძლება გამოგვიცხადონ. ამიტომ რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი საშუალება იმისა, რომ მათთან სწორი კომუნიკაცია გქონდეს და მარტოდ არ იგრძნონ თავი განმარტოებით, იმიტომ რომ ძირითადი სოციუმი მაინც ჩვენი ყოველთვის არის ჩვენი ოჯახი, ხო? მიუხედავად იმისა, რომ მოზარდობის პერიოდში სოციუმს, რომელიც მათთვის ყველაზე სტაბილურია, რომელზეც მიჯაჭვულნი არიან, რომელ სოციუმში მარტო არასოდეს არ გრძნობენ თავს და ეს არის ოჯახი, აი ტოვებენ ამ სოციუმს და გადიან, იმიტომ რომ უნდა იპოვონ თავისი ახალი სოციუმი, უნდა იპოვონ ახალი ინტერესები და სწორედ ეს ჭირდებათ იმისათვის, რომ სამომავლოდ განვითარდნენ და რაღაცას მიაღწიონ, ხო? აი მიუხედავად ამისა, რომ ეს პერიოდი აქვს, სასურველია, რომ ჩვენს მოზარდებთან გქონდეს მაინც კომუნიკაცია, ოღონდ არა ისე, რომ დირექტივებით, რომ აი რატო ზიხარ, ამას რატო აკეთებ, იმას რატო აკეთებ. არა, შევთავაზოთ მათ ურთიერთობა, ვკითხოთ, რას გრძნობენ და არა გაუბრაზდეთ იმის გამო, რომ აი ამდენი ხანია მარტოზის. მეც მინდა შენთან ურთიერთობა, მოდი ხომ არ გვესაუბრა, დაუჩდეთ ცოტა ხანი, დავინტერესდეთ მათი ინტერესებით, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის მათთვის. ჩვენ ხშირად ვაუფასურებთ მათ ინტერესებს. ვიმე რას გავს ეს როგორ აცვია, ვიმე როგორ დადის ეს რას უყურება, აი ეს როგორ გაინტერესებს ვეუბნებით მოზარდს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში განმარტოება მოუნდება და ჩვენგან გარიყვა, იმიტომ რომ ჩვენ მის ინტერესებს, მის პიროვნებას ამ შემთხვევაში პატივს არ ვცემთ. ამიტომ სასურველია, რომ დაუჩდეთ, დავინტერესდეთ, ჩვენც დავაკვირდეთ, რას უყურებენ, რა არის ამაში საინტერესო და მათი აზრი გავიგოთ და ამის საშუალებით შევინარჩუნებთ ჩვენ შვილებს ჩვენს გვერდით. სხვათა შორის პანდემიამ ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ადამიანების ფსიქიკაზე. ძალიან ბევრი ადამიანი განმარტოვდა, ძალიან ბევრი ადამიანი ჩაფიქრდა და ეს იყო ერთ-ერთი მაპროვოცირებელი პერიოდი იმის, რომ ფსიქოლოგიაც წინ წამოიწია.
და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი кейსი მოგვისმენია ჩვენ რომ ამ ჩაფიქრებამ, ამ განმარტოებამ სულ სხვა გზით წაიყვანა თითოეული ადამიანი და რატომ მაინდა-მაინც უნდა გაჩერდეს სამყარო? ანუ მაშინ როგორც ჩვენ ესეთ შეხედულებით შეგვეძლო გვეთქვა, აი რატომ არ გვაქვს თუნდაც იმის დრო აი ამ გადარბენებიდან გამომდინარე, რომ ერთი საათი თითოეულმა ადამიანმა მართლა ვიფიქროთ, მართლა გამოვნახოთ ეს დრო და არა ის რომ თუნდაც ყავას რომ ვსვამთ და გაჯეტის მეშვეობით რომ რაღაცას ვაკეთებთ, ეს არ არის განმარტოება. აი სადღაც ფიქრსაც კი გაურბივართ ჩვენ, იმიტომ რომ ალბათ ბევრი სიმართლე იმალება. საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა ეს ძალიან კარგი პრაქტიკაა ჩვენ შინაგან ბავშვთან ურთიერთობისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გვავიწყდება საკუთარი მოთხოვნილებები, ნამდვილად რა გვინდა ჩვენ. ჩვენ ის რაც ცხოვრებითაც ცხოვრობთ, დაგვიკვეთა საზოგადოებამ და ვცდილობთ რომ ყველას მოსაწონი, ყველასთვის სასურველი ადამიანი ვიყოთ, თუ ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენ გვინდა და უმეტესწილად რა გვინდა ჩვენ გვავიწყდება ხოლმე. და აი განმარტოება ამის საშუალებას გვაძლევს რომ დავფიქრდეთ, ჩავიხედოთ ჩვენ შინაგან სამყაროში, გავიგოთ საერთოდ რა გვინდა ჩვენ და რას ვეძებთ ცხოვრებაში. ეს ძალიან კარგია, როდესაც შეგვიძლია საკუთარ თავს მოусმინოთ. აი რაც შეეხება პანდემიას, ეს იყო განმარტოება იძულებით და ეს იყო ძალიან მძიმე პერიოდი, რომელმაც ძალიან სერიოზული კვალი დატოვა მთლიანად სამყაროზე, ადამიანების ფსიქიკაზე, მაგრამ განსაკუთრებით ბავშვებზე და მოზარდებზე. აი ამან მოიტანა ის, რომ აქტუალური გახდა მოზარდებში უფრო მეტად შფოთვითი აშლილობები, დატოვა აი ამან კვალი და მე კიდევ კომუნიკაციის დეფიციტი გაუჩნდათ, იმიტომ რომ არ იციან დაავიწყდათ, იძულებულები იყვნენ ყველაფერი ონლაინ სივრცეში გადაეტანათ და დარჩა კიდეც ეს ყველაფერი ონლაინ სივრცეში და ცოცხალ ურთიერთობას სულ სხვანაირი ხიბლი აქვს. ირმა, იცი რა მაინტერესებს, თუ გარემო პირობებმა და ჩემმა ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ მიმიყვანა იქამდე, რომ მე გადავწყვიტე, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამმარტოვდე საზოგადოებისგან, ვიყოს სახლში მარტო, რაღაცნაირად აი რო ამბობენ ჩემს ნაჭუჭში, ვარ თუ არა იმ საფრთხის წინაშე, რომ ეს მდგომარეობა შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მომეწონოს, მივეჩვიო ამ მდგომარეობას და შემდეგ გამიჭირდეს ისევ სოციუმთან დაბრუნება. რა თქმა უნდა არის ამის საშიშროება, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვიქმნით კომფორტის ზონას, სადაც შეგვიძლია რომ რაღაცა სიმშვიდე შევინარჩუნოთ, საერთოდ ზოგადად ცხოვრების რიტმი არის ძალიან სწრაფი და როგორც ხვდებით და როგორც ვამჩნევთ, ყოველდღიურად უფრო და უფრო სწრაფი და აუტანელი ხდება, იმიტომ რომ ვცდილობთ რომ ყველაფერი მოვასწროთ, ყველაფერი გავაკეთოთ, მე კიდევ ჩვენი პირადი მოთხოვნილებებიც იზრდება, საზოგადოების მოთხოვნილებებიც ძალიან იზრდება და ჩვენ გვინდა რომ ეს ყველაფერი დავაკმაყოფილოთ. ამიტომ საკუთარ თავს იშვიათად ვაძლევთ უფლებას რომ დავისვენოთ, შევისვენოთ, მარტო დავრჩეთ, განვმარტოვდეთ და ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია. და თუ კი ვახერხებთ იმას რომ გავცალკევდით, განვმარტოვდით და რაღაცა პერიოდი ვიგრძენით ის კომფორტი, რაც შეიძლება მოგვიტანოს აი ამისგან დასვენებამ, იმიტომ რომ ეს რიტმი ერთგვარად თითქოს სასიამოვნოა, მოგწონს და ჩართული ვართ ამაში და ჩაბმული, ამავე დროს ძალიან დიდ ენერგიას ითხოვს და ძალიან ბევრი ენერგია და ჩვენი შინაგანი რესურსი მიაქვს, ხო? ხო და როდესაც ამას ვიგრძნობთ, ძალიან დიდი საფრთხე გვაქვს იმისა, რომ დავრჩეთ ამ მდგომარეობაში. როგორ ავიციოთ ეს თავიდან? ძალიან მარტივად, უბრალოდ უნდა შეგვეძლოს დავგეგმოთ ჩვენი ცხოვრება, სწორად დავგეგმოთ ყველაფერი. იმიტომ რომ მე თუ ჩემ საკუთარ თავს მივეცი უფლება, რომ ერთი დღე, ორი დღე დავისვენო და განვმარტოვდე, საკუთარ ფიქრებთან დავრჩე მარტო და ამითი ბევრად უფრო კარგად დავგეგმო საკუთარი მომავალი, ეს აღარ უნდა დავაყოვნო და უკვე უნდა დავიწყო მოქმედება, რომ შესაბამისი მოქმედებით მე გამოვიდე აი ამ კომფორტის ზონიდან. რა მომენტში შეიძლება დავფიქრდეთ ან საკუთარი თავის მიმართ, ან გარე შემოყოფების მიმართ, ვინც ჩვენთვის ღირებულია ბუნებრივი ხსვას შეიძლება ვერც ვამჩნევდეთ. რომ აი რაღაც დროის მონაკვეთია, რის მერეც უნდა დავფიქრდეთ, რომ ეს უკვე უბრალოდ განმარტოება არა და ადამიანი დავშეთ რაღაც დეპრესიის
ნიშნები აქვს ისეთი ან როგორ შეიძლება გავარჩიოთ? მოკლედ დახმარება სჭირდება ადამიანს თუ უბრალოდ დასვენება ჭირდება. დახმარება თუ დასვენება. ეს არის ძალიან დახმარება, განგაში და ორი სიტყვი შეიძლება ამ შეკითხვის დასვენება. ყველაზე მარტივად ალბათ შეიძლება ეს იმითი ავხსნათ, რომ ანუ მიუსადაკოთ ამას ის, რომ ადამიანს გარკვეული დრო და პერიოდი ჭირდება, რომ რაღაცა გადაუვიდეს ჩვევაში. მარტივი ჩვევის ჩამოყალიბებას ჭირდება 21 დღე. 21 დღის განმავლობაში თუ ერთი და იგივე რაღაცას ვაკეთებთ, ერთი და იგივე მდგომარეობაში ვართ, მე ეს ჩვევაში გადადის. ხოლმე. თუ ადამიანი ერთი თვის განმავლობაში, 21 დღის განმავლობაში მარტო არ უნდა გამოსვლა, არ უნდა ურთიერთობა, ხო? ეს შეიძლება ჩვევაში გადაუვიდეს და როდესაც ეს ჩვევაში გადადის, მისი კომფორტული მდგომარეობა ხდება და აი ამ ჩვევის შესაბამისად გრძელდება მისი ქცევა. ძალიან ხშირად თამამად და ხმამაღლა ვარქმევთ სახელებს ჩვენს მდგომარეობას. გუნება განწყობის გაფუჭებას დეპრესიად მივიჩნევთ ხოლმე. ყველაზე საფრთხო კი ის არის, რომ ადამიანები ინტერნეტ სივრცეში ვეძებთ პასუხებს და როდესაც ვკითხულობთ ამას, საკუთარ თავზე გადმოგვაქვს ეს ყველაფერი და თვითდიაგნოსტიკა ხდება და იმდენად დიდი ძალა აქვს ჩვენს ფსიქიკას, როდესაც თავს ვაჯერებთ, რომ იცი რა, მე ახლა დეპრესია მაქვს, რომ მართლა შეიძლება რომ დეპრესიულ მდგომარეობაში შევიდეთ ამითი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ სპეციალისტი ჩაერიოს ამ მდგომარეობის გარკვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია რომ საკუთარ მდგომარეობას ჩვენ არ დავარქვათ სახელები. ექიმთან მივიდეთ, თუნდაც ნებისმიერი სიმპტომით, აი ახლა შოთაროსთავება გითხრა კაცო 800 წლის წინ ექიმიც რო დასნეულდებაო, კეთილინებას და სხვა ექიმთან წავიდეს. დღემდე ეგრეთ წემდე ჭრის ფაქტია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, აი ნახეთ საფრთხე იმისა, რომ ეს ჩვენი მუდმივი მდგომარეობა გახდება, ხო, მხოლოდ მაშინ შეიძლება გვემუქრებოდეს, თუ ეს არის ძალიან ხანგრძლივი და თუ ჩვენ საკუთარ თავს მივცემთ რაღაცა გარკვეულ პერიოდს, თუნდაც ეს იყოს 2 კვირა, მაქსიმუმ 3 კვირა, რაღაცა დასვენების განმარტოების, მე უკვე უნდა დავიწყოთ ძიება იმისა, რომ რაღაცა ურთიერთობები ისევ დავაბრუნოთ და ისევ განვაგრძოთ სოციუმში ტრიალი, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებს სოციუმი აუცილებლად გვჭირდება. ჩვენ სოციალური არსებები ვართ. ამის გარეშე ზუსტად იმ დეპრესიამდეც მივდივართ, იმ შფოთვამდეც მივდივართ და იმ მუდმივ მარტოსულობამდეც, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან მძიმე მდგომარეობა. სოციუმიც დოზირებულად, ხო, დაუშვათ, მე მიყვარს, დაუშვათ, არ ვიცი, ასეთი ამდენი სალათი ვიღაცას ცოტა უფრო მეტი უყვარს. სოციუმიც ასეა. მიყვარს ამდენი ადამიანთან დროულად ურთიერთობა, დაუშვათ, ინტროვერტს უყვარს ერთ ადამიანთან და კვირაში ერთი დღით ურთიერთობა საკმარისია მისთვის, ვიღაცას ჭირდება აუდიტორია რომ კომფორტულად იქცეს თავი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ადამიანის ფსიქოტიპიდან გამომდინარე არის და ინდივიდუალურია ყველაფერი. ამიტომ არის რომ ერთი და იგივე ადამიანს შეიძლება ჰქონდეს აი რადიკალურად წავიდეს. ადამიანის ბუნება შესაძლოა იყოს მცვალებადი და ეს შეიძლება გამოიწვიოს მისმა გარემომ, კლიმატური პირობების ცვლილებამ. ხო, აი ამინდის შეიძლება საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს და აი იქ სხვანაირი კლიმატური პირობები, სხვანაირი გარემო, როდესაც ხდება, მოხდეს რადიკალური არჩევანის ცვლილება, თუმცა გარკვეული მოცემულობა, რომელიც გენეტიკურად მივიღეთ, რომელიც ფსიქოტიპის სახით გაგვაჩნია, ეს მაინც რჩება საფუძვლად და ფესვებად. რა თქმა უნდა, ხო? ალბათ ოქროს შუალედზე რომ საუბრობთ, ამბივერტია ეგეთი უფრო მეტად ალბათ ხო აბალანსებს, იმიტომ რომ ექსტრავერტი ძალიან აქტიურია, ინტროვერტი პასიურია და ამბივერტი აბალანსებს ამ ყველაფერს. ხო, ეს ყველაზე კარგი ვარიანტია და რადგანაც ჩვენი არჩევანი თუ კი ვაკეთებთ არჩევანს ჩვენ თვითონ, ხო და ვაცნობიერებთ, რომ ყოველთვის არჩევანი ჩვენია და ეს მოცემულობა არ არის ის, რომლის შეცვლაც არ შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანები უბრალოდ იჯერებენ, რომ მე ასეთი ვარ და არაფერი არ შეიცვლება, რა ვქნა. აი ხასიათი მაქვს, ცუდი ხასიათი მაქვს და რა ვქნა, ეს ხასიათი ჩვენია და ჩვენ შეგვიძლია მისი მართვა დავიწყოთ, ხო? ან კიდევ ძალიან ხშირად პოულობენ ხოლმე მიზეზებს, რას გადააბრალონ. იცი რა არის ეს მე იმიტომ ვარ ასეთი, რომ აი ზოდიაქოთი ვარ, მაგალითად ლომი და აუცილებლად უნდა ვიყო რაღაცა ისეთი მრისხანე და რაღაცა. იცით რა, არჩევანი ყოველთვის ჩვენია. და ჩვენ ზუსტად ფსიქოლოგია იმაში გვეხმარება, რომ გავაცნობიეროთ და გავიგოთ, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება და ჩვენ ვირჩევთ ვიყოთ მარტოსულები თუ ვიყოთ
ბედნიერები საზოგადოებაში. თუმცა შეიძლება მარტო იყო და მაინც. ახლა პირადი კითხვის დროც მოვიდა. მაინტერესებს მე, როდესაც მიყვარს სახლში ყოფნა და შეიძლება მაგალითად 1-2 დღე თუ დავრჩე სახლში, შეიძლება მთელი 1 კვირა 10 დღე მომინდეს სახლში ყოფნა და გარეთ რო გამოდივარ, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდე სახლში. მიყვარს მარტო სახლის დალაგება, მაგალითად კერძის გაკეთება, მაშინ მიყვარს, როდესაც მარტო ვარ. ეს ახლა ჩემი კომფორტია, ჩემი ხასიათია თუ პატარა პრობლემის წინაშე ვარ. და ხედავთ კოლეგის სპეციალურად. მე ისეთი გაკრებული მიყურებდა, რომ ვერ ხდებოდა რას ვაბა. იცით რა არის? სხვათა შორის, კარგად თუ დავფიქრდები და საკუთარ თავში ჩავეხედავთ, ყველას გვიყვარს ეს მარტოობა, რომელიც შენ აღწერე. დოზირებულად. ჩემი არჩევანია. მე როგორც მინდა ისე ვაკეთებ, იმიტომ რომ სხვა ადამიანები, როდესაც ჩემს გარშემო ტრიალებენ, რაღაცა მათი აზრის გათვალისწინებაც მიწევს და მათთვის რაღაცა ფუნქციის მიცემა, რომელიც შესაძლოა ჩემთვის დაძაბულობის გამომწვევიც იყოს. ამიტომ, როდესაც ვარ მარტო, როგორც მინდა ისე ვალაგებ, როგორც მინდა ისე ვაკეთებ საჭმელს და ეს ჩემთვის არის კომფორტული მდგომარეობა. ეს შეიძლება გაგრძელდეს როგორც აღწერ სადღაც 1 კვირა, ხო? მაგრამ ისე რომ სულმუდმივად ასე იყოს, სოფო ამას შეძლებ? ვაიმე, მე ვიცი. რატომ უყურებთ ხარ? მეგონა ესეთი ალბათ პერიოდები მოდის ხოლმე. მეც ხა თუნდაც აი გუშინ მესეონა მთელი დღე სახლში რო ვიყავი, მაგრამ მე ოღონდ გარეთ გავიდე და მეგობრებთან ერთად ვიყო და ეხა ვაბალანსებ, რომ ისიც 50%, სახლიც 50%, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს სოციუმი. ანუ ზუსტად იფლიასე 49 აი რო იყოს. ვცდილობ მუშაობ საკუთარ თავზე და მივედი იქამდეც, რომ აი მაქვს ოჯახშიც დრო დათმობილი და მაქვს სოციუმშიც, მაგრამ სანამ ოჯახი მეყოლებოდა, ქალიშვილი შემეძინებოდა, გიждდებოდი მეგობრებთან ერთად ყოფნაზე. ეს იყო ჩემი რა მაპროვოცირებელი ბედნიერებისკენ სავალი გზა. ხო, აი ექსტრავერტი ვარ, რა ხო. ყველა ადამიანი ჩვენ თვითონ ვპოულობთ იმ რესურსს, რომელიც ჩვენ გვჭირდება ბედნიერებისთვის, ხო? იმ რესურსს, რომელიც ჩვენ ძალას გვაძლევს. აი, სოფო მიპოვა რესურსი, რომ ცოტა ხანი რო ისვენებს სამყაროსგან, რაღაცას მარტო აკეთებს, ხო? ხალხიან მიყვარს. ხო, მარტო აკეთებს, აი ამ სიმშვიდეში პოულობს ზუსტად იმ ბალანსს, რომელიც გეხმარება მე იმაში, რომ საზოგადოებაში გამოხვიდე და აქაც იყო ძალიან ბედნიერად, იმიტომ რომ ეს არის შენი რესურსი. მე მიპოვა თავისი რესურსი, რომ საზოგადოებაში რომ გამოდის, მეგობრებისგან თავისი აქტიურობისგან, ხო? ხო, თავისი აქტიურობით იღებს აი ამ რესურსს. მეც არ შემიძლია მე მაგალითად ერთი თვე რომ დამასვენო და დამტოვო საქმის გარეშე, არ ვიცი რა დამემართება. შრომა დამოკიდებული ადამიანი შრომობ და მე არ შეგიძლია დასვენება რო არ იცი. უბრალოდ ხო. ფეხი გადავადებ. ეგ ცალკე თემაა, მე მგონი და მე ცალკე უნდა მოგიწევთ მაგაზე ვილაპარაკოთ. ხო ხდება? თითქოს ერთის ხრივ არაფერს არ აკეთებ დიდს, იმიტომ რომ მიჩვეული ხარ ალბათ შენი საქმის კარგად კეთებას და მე არ პატიობ თავს უბრალოდ რა ვიცი ნებისმიერ ამას. თუნდაც იგივე გაჯეტში ჩაძრობა 10 წუთი და ვაფიქრობა, აი ახლა ეს 10 წუთი მე პირამიდას ავაშენებთ და ეხი ადგილს ეცოდა. აი ზუსტად ეს არის. პატა ეს მოიტანა ჩვენმა ცხოვრებამ, ჩვენმა რიტმმა, იმიტომ რომ მივდევთ და ვერ ვეწევით. უამრავი მოთხოვნილება მოიტანა საზოგადოებამ, რომელიც დღევანდელ დღეს ჩვენს გარშემო არის, ხო? ითხოვენ ჩვენგან ყურადღებას, ითხოვენ ჩვენგან მაქსიმალურად საკუთარი საქმის ცოდნას, ამის შესრულებას. ამასთან ერთად ყავს სამეგობრო წრე, რომელსაც ჩვენი ყურადღება ჭირდება. გვინდა მე მატერიალური კეთილდღეობა, იმიტომ რომ აღარ არის სიზდრო, როდესაც შეგეძლო რომ რაღაცა ერთი ქვაბი ქონოდა და ერთი ისა არ გამოდის ასე, ვეღარ იცხოვრებ, ხო? სოფლად ხეს მოჭრიდი და ცეცხლს დაანთებდი. ახლა გინდა კომუნალური გადასახადების გადახდა, სახლში კომფორტის მოწყობა, რაღაცა ისა. ხო, ნუ ახლა მაგას შეიძლება შეზღუდო, მაგრამ ელემენტარული რაღაცები ხო გჭირდება, არა? გინდა საცხოვრებელი, მე ადრე თუ იყო ახლა ისეთი ტრადიციები, რომ გვიყვარდა, რომ ოჯახი რაც შეიძლება დიდი ყოფილიყო 3-4 თაობა ერთად ცხოვრობდა, ახლა უკვე მივხვდით, რომ ესეც არ არის სწორი და ყველას თავისი პირადი სივრცე ჭირდება და უნდა და აი ამან ყველაფერმა მოიტანა ძალიან ბევრი
ის ნაბიჯები, რომელიც ჩვენ უნდა გადავდგათ იმისათვის, რომ კმაყოფილები ვიყოთ საკუთარი თავით. ანუ ძალიან დიდი ცვლილებების პერიოდში ცხოვრობ და როგორც ჩინელების წყევლა იყო ასეთი შეგეცხოვრსა ცვლილებების პერიოდშიო. აი ისეა და ამიტომ ეს გარდატეხა რო ხდება ჩვენს გარშემო თლიანად თელ სოფლიოში გობა. ამიტომაც ვერაფერს ვერ ვეყდობით და ზოგი გარბის სიმარტოვეში, ზოგი გარბის შრომაში, ზოგი გარბის გაჯეტებში, ზოგი სამწუხაროდ დეპრესიაში, ასე შემდეგ და ანუ ალთას და ბალთას კი, აი და ერთს დავამატებ და დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ თქვენ ისე კარგად საუბრობთ, ჩვენ ვატყობთ სრულიად გადაცემას და კითხოთ. აი აქ და ამჟამად არის მნიშვნელოვანი. ჩვენი გონება გარბის, მაგალითად 5 წლის მერე იქნება 2 თვის მერე. აი ამ წუთით უნდა დავტკბეთ. აი როდესაც ვიყავი თინეიჯერი და უნივერსიტეტში სწავლობდი შემდეგ, აი ეს გადავლახე ეს წლები, ცხოვრობდი დღევანდელი დღით და მივხვდი რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი და ეხლა ვიბრუნებ ამ დამოკიდებულებას, იმიტომ რომ აი იმაზე ფიქრმა რომ 5 წლის მერე რას ვიჯამ, მე ეს უნდა ვიყიდო, მე შულს ეს უნდა გავუკეთო. აი უკვე თავი გტკივდება, შფოთვაც გემართება და ნუ რა ვიცი, სასწაული მოდის. ქართულის გაპარვა ხო კილომაწონზე, ვააგებს ცხოვრებას. მოიცა, აი ქართული ისიც არის დღევანდელი კვერცხი გერჩინოს ხვალინდელ ქათა. მართალი ხარ. აი როგორც კილომაწონით, აი ცხოვრებას აწყობს, რომ ამას გავყიდი, იმას ვიყიდი, იმას გავყიდი და მე მოიქნია და დაემსხვრა ჩვენი ფსიქიკა თუ გაიბზარა და დაიმსხვრა ფსიქიკაში რაიმე ხო აი ყველაზე რთულად სამკურნალოა მე იმიტომ რომ ნებისმიერი სომატური პრობლემა გავიჭერი მოვიტეხე შეიძლება უფრო მარტივად გავამთელოთ მაგრამ ფსიქიკაში ბზარი რთულად დიდი მადლობა გაუშვათ ჩვენი სტუმარი ახლა ხო უკვე დრო არის მადლობა ირმა და დარჩით ჩვენთან და რამდენიმე წამში ისევ დავბრუნდებით ანუ საკმაოდ რთულია ალბათ ამ თემაზე ლაპარაკი და ასე მოჭრილ დროში. მადლობა ვინც გიყურებდით, ვინც გვიან შემოგვიერთდით. შეგიძლიათ რა თქმა უნდა ცოტა ხანში გადაცემა დაიდება ონლაინ სივრცეში და შემდეგ შეხება უყუროთ, მოისმინოთ და თუ რამე გაქვთ საინტერესო აზრი ან რამე ისეთი რაც არ გილაპარაკი, ჩაამატოთ, დიდი სიამოვნებით გავიზიარებთ ჩვენ და სხვა მაყურებელიც. ხო, ჩვენ კითხვები არ გველევა ხოლმე და მე მოდის ბუნებრივად თავისით თითოეულის გამოცდილებიდან გამომდინარე და ნამდვილად ისეთი თემაა, რომ ალბათ ყველასთვის საინტერესო იქნება და როგორც პაატამ აღნიშნა, თქვენს უკავშირს ველოდებით. ეხლა კი უნდა გადავიდეთ შემდეგ თემაზე. სილამაზე ჩარჩოების გარეშე პროექტი შშმ პირებისთვის განხორციელდა რამოდენიმე დღის უკან. ეს იყო ფოტო გამოფენა და ამ თემასთან დაკავშირებით უნდა მოვიწვიოს სტუმრები ირმა კილაძე პროექტის იდეის ავტორი და რუსუდან შერვაშიძე პროექტის ხელმძღვანელი. გამარჯობა. პროექტის იდეის ავტორი ქალბატონი ირმა თქვენ ბრძანდებით სასიამოვნოა ამ პროექტთან დაკავშირებით ესეთი განხორციელება, ესეთი აქტიურობა, მშობლების ჩართულობა პირველად იყო ხო მსგავსი პროექტი თქვენი მხრიდან თუ ეს განმეორებით ჩვენი გამოცდილებიდან კი პირველი იყო. ვისაუბროთ აი ამ პროექტის შესახებ, ამ იდეის განხორციელების, იმიტომ რომ სულის ჩამდგმელი თქვენ ბრძანდებით. დიახ, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რაც შეეხება პროექტის იდეას, იდეა შემთხვევითი არ იყო, ძალიან დიდი ხანი ვატარებდით და ველოლიავებოდით, მაგრამ საშუალება არ გქონდა, რაღაც გარკვეული მიზეზების გამო, რომ განხორციელებულიყო და მივიღეთ ინფორმაცია, ანუ ზაფხულში, 2024 წლის ზაფხულში, რომ ბათუმში მიმდინარეობდა შათრის განვითარების პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი პროექტი იყო, ხორციელდებოდა რამოდენიმე რეგიონში და მათ შორის ბათუმშიც. და გადავწყვიტე რომ მონაწილეობა მიმეღო. და ასევე ანუ მე მყავს ბიჭი აუტიზმით და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი არეალი მაქვს ესე ვთქვათ კომუნიკაციის მშობლებთან რომლის ბავშვებს აქვს სხვადასხვა შეზღუდვა და გვაქვს ეგრეთ წოდებული კლუბი მშობელთა კლუბი დედების და გადავწყვიტე რომ რამოდენიმე მშობლისთვის მიმეწოდებინა ეგ ინფორმაცია და ესე ვთქვათ, ჩართულიყავით ამ სამთვიან არაჩვეულებრივ მოგზაურობის პროცესში, რასაც შათლის პროგრამა ეწოდებოდა. და ამ პროგრამის ფარგლებში, ანუ ამ პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი ჩანაფიქრი იყო სოციალური პროექტის განხორციელება.
მე და რუსომ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი მოვდივართ ერთად, მშობლები ფაქტურად მე არ შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ მე ვიყავი იდეის ავტორი. ხელმძღვანელი ქალბატონი რუსუდანია. დიახ, განხორციელებელი, ძალიან აი ლომის წილი მიუძღვის რუსოს, იმიტომ რომ აქვს უკვე გამოცდილება პროექტის წერის და შევთავაზე, რომ ხომარ გვეცადა თქო და ანუ იდეა უკვე გქონდა, პრინციპში ჩვენ დიდი ხანი გვინდოდა როგორც ვახსენე ამის გაკეთება და ალბათ რუსოსაც მივცემ საშუალებას რომ ისაუბრო. იდეა ერთია, განხორციელება ქალბატონო რუსუდან მეორეა და აი როგორ დაიწყო ეს აქტივობები, ეს ჩართულობები, როგორ განხორციელდა ეს ყველაფერი 3 თვის განმავლობაში ძალიან საინტერესო პროცესი იქნებოდა დარწმუნებული. მეც მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და ინტერესისთვის ამ თემასთან დაკავშირებით. კი ბატონო, როგორც ირმა მახსენა, რომ აი შათლის განვითარების, გაძლიერების პროცესში ჩვენ მოგვეცა ეს საშუალება, რომ დაგვეწერა პროექტი, იდეაც გქონდა, ის ადამიანებიც, ვინც ჩვენ დაგვჭირდებოდა პროექტის განხორციელების პროცესში, იქვე იყვნენ შათლის მონაწილეები და უმეტესი წილი შათლის მონაწილეებისა იყვნენ მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ადამიანების უკვე ჩვენი შვილები უკვე დიდები არიან 21 წლის არის თათი ზრდასრულები ხო და ბავშვებს ვეძახით მაინც მშობლიდან დედობიდან გამომდინარე და რადგანაც ანუ შეერეული ნაკადი ვიყავით გადაწყვეტეთ რომ პროექტი ყოფილიყო ინკლუზიური რომ მაქსიმალურად ყოფილიყო ჩართული როგორც შშმ ბავშვთა ანუ დედა-შვილის ურთიერთობა გვინდოდა გამოგვეტანა სოციუმში ასე ვთქვათ ფოტოსესია დავგეგმეთ რომელიც იქნებოდა შემდეგი სახით ანუ ფოტოსესიის პროცესში დედა-შვილი უნდა მოერგო ამავე პროექტის მონაწილე ქალი მეწარმის ანუ დიზაინერის ეს არის მარი ხინკილაძე რომელსაც ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადაუხადოთ რომ ძალიან საოცარი ნამუშევრები მორგების საშუალება მოგცა და შემდეგ საჩუქრათაც კი გადასცა თითოეულ მონაწილეს შვილებს ასევე ჩავრთეთ მშობელი ასევე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის დედა რომელიც ამ პროექტში არ მონაწილეობდა მაგრამ არის მეიქაპ არტისტი საოცარი გოგო რომელმაც ძალიან ინდივიდუალური მიდგომით იმუშავა კი რომელმაც ძალიან ისე იმუშავა თითოეულ მოდელთან ასე ვთქვათ, აბსოლუტურად განსხვავებული სახე მოგცა და თითოეული მოდელი განსხვავდებოდა, ანუ აბსოლუტურად და ასევე პროექტში ჩავრთეთ ფოტოგრაფი, რომელიც გასული წლების შათლის მონაწილე იყო, დარინა გაბაიძე, რომელიც ასე ლომის წვლილი ჩადო თავისი სტუდია დაგვითმო თითოეულ მონაწილესთან ძალიან ბევრი იშრომა რომ კარგი კადრები დაედო და ასე ეს პროცესი ძალიან საინტერესო იყო ნახეთ აი მორგება ლუქის მეიქაპის გაკეთება მერე ფოტოსესიები აი ეს არჩევანი თავისუფალი ქონდათ ლუქის თუ იყო მაგალითად 90-იანების წლების ან რაღაც განსხვავებული სტილი. ხო, აი თვითონ მარის ხაზი ცოტა ანუ ისეთი ხაზია, რომ კლასიკას მისდევს, ხო, ანუ არჩევანი თავისუფალი იყო თავისთავად, მაგრამ აი ვთქვათ ნათიას მოუნდა 60-იანებიდან ვთქვათ გაეკეთებია ეს რაღაც მესიჯი, ზოგს კლასიკაზე ქონდა, ანუ ძალიან მრავალფეროვანი აქსესუარები აქვს მარის ძალიან კარგი შესრულებით და აი ფაქტურად ყველამ მოირგო, რასაც ქვია, ანუ ზოგიც რო ფიქრობდა და შფოთვა ქონდა, რომ აი ეს კლასიკა და ეს რაღაც საყელოები არ მომიხდებაო, დიდი სიამოვნებით მოირგეს და რამდენი მშობელი იღებდა მონაწილეობას? ეხაც მინდა აღნიშნო, რომ თავიდან მოვიაზრებდით
20 მოდელს, ასე ვთქვათ, მაგრამ ეს პროცესი იმდენად აი სოციალური ქსელების საშუალებით ძალიან ასე ვთქვათ გავრცელდა, რომ ძალიან მოინდომა სხვებმაც, ვინც ჩვენს ირგვლივ არის მშობლები თავის ბავშვებით, შვილებით, ანუ რამდენიმე დამატება შევძელით, იმიტომ რომ ძალიან მწირი ბიუჯეტი ჰქონდათ, ან სოციალური პროექტი იყო. ყველაფერში ვერ ვიხდიდით, ბევრმა უანგაროდ დაგვეხმარა სხვადასხვა ორგანიზაცია, მას მე ირმაც აღნიშნავს და აი ძალიან ბევრი მდურავიც ყავს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ თემი ძალიან დიდია და ყველას მოუნდა რომ ჩართულიყო ამ პროცესში, თუმცა ალბათ არის შანსი რომ თავგანში ფოცვაც ჰქონდათ, იმიტომ რომ ახლა არ არის ყველა არ იყენებს, ვთქვათ, მეიქაპს, ყველა ვერ იგებს აქსესუარს და ბევრს ჰქონდა ფოცვაც, მაგრამ თვითონ პროცესში იმდენად, აი, მე მახსოვს ყოველი შემთხვევა, ალბათ რუსოც დამეთანხმება, აი, მანამდე და მერე რა რეაქცია ჰქონდათ თავად მშობლებს, ბავშვებსაც კი, იმიტომ რომ იქ დასრულებიც იყო და მათაც უკეთებდა ნათია მეიქაპს. და ანუ იმდენად იყო დიდი სურვილი და ეს რა თქმა უნდა ყველაფერი სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა და კარგი გამოხმაურებაც და მინდა საუბარი ჩართულობის შემთხვევაში და უშუალოდ შემდეგში ეს პროექტი თუ გაიზრდება, აი რო თქვით, ბევრი ყოფილიყო, იმიტომ რომ ვერ მოხდა, იმიტომ რომ ფიზიკურად ახლა სივრცე შეიძლება არ ყოფნიდა და მონაწილეების ამდენი თავისთავად რაღაც ახალი ნიუანსების დაემატება, იდეები ძალიან ბლომად გვაქვს, თავარია. როგორ უნდა ჩაერთოს რომ დაუშვათ გაიზარდოს ეგ. იცით რა არის, დონორები გვჭირდება, ანუ თავისთავად. აი, მაგითო ტელევიზიაში ახან ვარ გვარი შეგიძლია ხო, ჩვენ გვჭირდება იდეები ძალიან ბევრია და ხშირ შემთხვევაში იდეები ხორციელდება ხოლმე ენთუზიაზმით, ახლა ეგეც გაგვიკეთებია ბევრჯერ, თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო, ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაცია დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი ძალიან დიდი მხარდაჭერა გაგვიწია ამ კუთხით, ასევე ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის, ეს არის ორგანიზაციები, რომელშიც ვართ ჩვენ როგორც მშობლები ყოველთვის აქტიურად და გამოფენაც ხელოვნების უნივერსიტეტში და გამოფენაც იყო ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, რისთვისაც აბსოლუტურად უანგაროდ იყო ეს, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით. ამ შემთხვევაში სულ მავშ ფოთვა რომ აი ვინმე არ გამომშდეს, ყველას ვუხდით ძალიან დიდ მადლობას და უპირველეს ყოვლისა ჩვენს მოდელებს, რომლებიც არ ვიცი, არაჩვეულებრივი წუთები გვაჩუქეს, ესე ვთქვათ და ვიმედოვნებთ, რომ ეს არ იქნება არც პირველი და არც პირველი იყო, მაგრამ უკანასკნელი არ იქნება. გამოხმაურება იყო და აი ბავშვებმაც თუ გამოხატეს, აი ეს უკავშირი და კიდევ მოგივიდათ სამომავლოდ ახალი იდეა, არა მარტო ამ კუთხით, შესაძლებელია, რომ აი ეს მშობლების ჩართულობა, ვინც ვერ მიიღო მონაწილეობა, როგორც პაატამ აღნიშნა, აი ახალი პროცესები დაიწყოს, ახალი აქტივობები დაიწყოს, იმიტომ რომ ეს ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია თითოეულისთვის. ანუ ჩვენ გვქონდა პრეზენტაცია საბოლოო, როგორც აღნიშნეთ, ხელოვნების უნივერსიტეტში და მოწვეული ყავდა დონორების წარმომადგენლები, ვინც აი პროცესში იღებდა ამ მომენტებს, აი ძალიან ნასიამოვნები წავიდნენ და ძალიან დიდი პოსტიც კი მოგვიძღნეს ევროკავშირის გვერდიდან, ასევე ძალიან დიდი და ესეთი გაშალაშინებული, ასე ვთქვათ, მეილი მოგწერეს დიდი მადლობით და სამომავლო მზაობისთვის, თანამშრომლობისთვის და ვნახოთ იმედი გვაქვს, რომ კიდევ მოგვეცემა საშუალება, რომ ანუ შეიძლება იგივე პროექტით აღარ გავაგრძელოთ, მაგრამ თუ იქნება დაინტერესება, რატომაც არა, სხვებმაც ცადონ, იმიტომ რომ აი წეგან თავიდან დაიწყეთ კითხვით, რომ აი თვითონ ბავშვები რამდენად იყვნენ კმაყოფილები, აი ჩემი შვილისგან შემიძლია ვთქვა, რომ აი მეიქაპი რო გაიკეთა, მას სურვილი ჰქონდა, რომ ლოყაზე ნათიას გაეკეთებინა გული და შეუსრულა ნათიამ ეს მის სურვილი. ისეთი ბედნიერი იყო, აი ცრემლები მოსდიოდა და აი არიტი მოსოძახდეთ, რომ არ გამჭებულიყო. ხაი ბედნიერების ხო, აი ეს მე ფოტოს ეს კამერები ძალიან ისეთი და კონცეფციაც ეგ იყო პრინციპში პროექტის, რომ სილამაზე თავისუფალია ყოველგვარი სტერეოტიპისგან, რომ ყველა და არა მხოლოდ ფიზიკურ სილამაზეს გაუსვით აქ ხაზი, არამედ დედაშვილის ურთიერთობის სილამაზესაც. ასევე გქონდა სლოგანები, ანუ ერთ-ერთი იდეა იყო, რომ ყველა ფოტოზე თემატური სლოგანი ყოფილიყო და ეგეც თავად მშობლებმა მოიფიქრეს. ძალიან მიხარია, რომ ამ პროცესში აი ჩვენ ყავს
მშობელი, რომელიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომელიც მთელი თვითონ მონაწილეც იყო და ასევე ძალიან ესეთ ლამაზი გემრიელობები მოგვიმზადა მარი დუმბაძე, ეგეც ხო დაუნის სინდრომის მქონე ბიჭის დედიკო არის და ამ პროცესში ინკლუზიური მიმართულება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თავიდან არ იყო ჩაფიქრებული ინკლუზია პროექტში, ეგ ჩვენ დავამატეთ, ანუ და ძალიან მიხარია, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება და ძალიან პოზიტიური დადებითი გამოხმაურება გამოიწვია ამ ყველაფერს. თქვენ ახსენეთ, რომ მადლობის წერილი მიიღეთ და ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი ჩანაფიქრი იყო წარმატებული. მაინტერესებს აი როგორც მშობლის გადმოსახედიდან რომ ითხრათ, აღნიშნული პროექტი და კიდევ მსგავსი პროექტები, რომლებიც საბედნიეროდ ბევრი არის, თუმცა არც ისე იმდენად ბევრი, რომ საკმარისი იყოს. ასეთი პროექტების მთავარი მიზანი და მთავარი სათქმელი რა არის? აი ზუსტად ის არის, რომ ჩვენ თავისუფალი ვართ ყველა სტერეოტიპისგან, იმიტომ რომ მე არ დამავიწყდება ერთ-ერთი შეხვედრა იყო ცენტრში, ჩვენი კლუბის შეხვედრა იყო დედიკოების და გვესწრებოდა სტუმარი თბილისიდან, ერთ-ერთი ტრენერი და ანუ აინტერესებდა უბრალოდ მშობელთა კლუბის სიტუაცია როგორი იყო და როდესაც შემოцкრიალდა ეს ჩვენი ლამაზი დედიკოები, არ დამავიწყდება მისი გაკვირვებული სახე, როგორი ლამაზები ხართ. რატომღაც არსებობდა სტერეოტიპი, თუ გამოწვევა აქვს რაღაც მშობელს და გვაქვს თავისთავად გამოწვევები, აუცილებლად უნდა იყოს რაღაც დათრგუნული, დაჩაგრული, რაღაც მოუწესრიგებელი, ქონია ესეთ შეხება, ესეთ ფაქტებთან ხოლმე, მაგრამ ესენი რომ შემოვიდნენ ლაღები, ესეთი ანუ იცით რა ყველას მიღებული აქვს ის სიტუაცია და ის მოცემულობა რაც არის და ყოველი ჩვენი დღე ახლა რუსოს დამეთანხმება არის ბრძოლა, მაგრამ ვისი დღე არ არის ბრძოლა, ანუ ნებისმიერი ადამიანის დღე იწყება ბრძოლით და დამკვიდრებით საკუთარი თავისთავად ჩვენ მაშულებმა გაგვაძლიერა და ახლა ნამდვილად არ ვიქნებოდი ის ირმა და ნამდვილად არ იქნებოდა ის რუსო, რომ არა ნიკოლოზი და თათი და ყველა მშობელი სავარაუდოდ დამეთანხმება ჩვენ სულ ალბათ რაღაც ცოტა ამბიციაში გადაგვდის ხოლმე ვიძახით რომ ჩვენ სხვა კატეგორია ვართ მშობლების. და რა მშობლებიც ხართ როგორც ყველა მშობელი რა თქმა უნდა და სილამაზე ჩარჩოების გარეშე ეს ძალიან კარგი სლოგანია, იმიტომ რომ ვისთვის რა არის სილამაზე, ეგრე არ არის. სილამაზე არის ჩვენი შინაგანი სამყარო. სლოგანის ავტორი არის და შეგვისწორა ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი რამინ მაჭარიშვილი მამაკაცმა, ჩვენ არ მოეწონა ჩვენი პირველი ვერსია და რა იყო პირველი ვერსია? ანუ იცით არც მახსოვს რა იყო იმდენი ვერსია. იმდენად დაჯობა და დაგავიწყოთ. ძალიან ბევრი ვერსია გქონდა. თან და ეს არ მომწონს, ეს არ მომწონს და ეს ეს იქნება. მშვენიერი და წარმატება მინდა გისურვოთ. უნდა იფიქროთ ნამდვილად, იმიტომ რომ არა ვარ ჩვენ განებივრებული აი ამ აქტივობებით და უნდა გავანებივროთ შვილებიც, დედიკოებიც და ყველანიც და ჩვენც მაქსიმალურად ჩვენი მხრიდან ვიქნებით ჩართულები და წარმატებებს გისურვებთ. გელოდებით მორიგი პროექტით. ჩვენ დაბრუნდებით რამდენიმე წამში ისევ დარჩით ჩვენთან. კაი, 2 წუთია? მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ, კაი. მადლობა. სავარძელი და სავარძეცხელი. კი, სავარძელი გაასწორა. არა, ჯერ არა, იქით დადიან. ისა, ირი, სავარძელი გითხარი ახლა. გაასწორებინეო, ხო? მოპრანჭეთ, ხო, ანაც? ბატონო მიხედავ, კონცენტრირებით. მეხუთესთან დგას, ბექა. შენს თემამდე მოვალთ 100. აი ასე? შენ ყველა ვარი, არა, შემოხო, იქ გამოვანათებ, ნუ რას გამოვანათებ. მაგას კარში რო პალმა ადევს თავზე ისია. რა უხოთ აბა. სასწაული. აი, ახლა ისე კომპლიმენტებს იმას ვიტყვი, კადრში ასე გამოკეტა. იქ 1000 დარაჯი მყავს. აუ მე მგონი სტუდიაში ყველა შეარჩა, ყველა იფრანჩემა. შეგვერი ხო? რას გავხარ პაადა? სად გამოდაწამოვა? აქ ლაივი ტელეფონშიც უნდა იმას მაქვს დასადგამები. კი, ეგ ორგანიზაციას გავაკეთე. არც არაფერი. შტატივიც მაქვს და აქ დასადგამიც მაქვს სტუდიაში. შონი. არა, იქედანაც ჩანხარი კამერა. ჩვენ განვითარდით. არა, იქით დადექი, აი სავარძელთან და. ჯო გამოგაცხადებ შენ სახელმწიფოს. ნონაკ წერ. ცხვირს აწევ ახლა და
Razor. აუ, რამდენი წამი დაგჭა? ვისა კალა გეხოს. მაგავთ. გამოჩნდები აქ. არა, გამოჩნდები. დავბრუნდით ახლა ეთერში. ისევ ძალიან საინტერესო თემით. მოკლედ საქმე იმაშია, რომ როგორც მახასიათებს ხოლმე ძალიან მოკიბულად უნდა მივიდეთ იმ თემამდე, რაზეც ვაპირებთ ლაპარაკს. ხო, მაგრამ იმდენად საინტერესოდ მიდიხარ ხოლმე, ყურადღებით გისმენთ. ხო, არა, ხო, გვიყვარს როგორც Sherlock Holmes-ი თუ გვიყვარს და ის დამთხეები, როგორ პოულობს რაღაცეებს ერთმანეთთან თითქოს და შეუსაბამოდ და მერე ყებულობს რაღაც პასუხს, ისე გვინდა გამოგვივიდეს. ის პირველად არა. მოკლედ, ბევრს გახსოვთ ალბათ ფილმი პარფიუმერი. საკმაოდ ისეთი უცნაური ფილმი იყო, ძალიან ბევრ ადამიანს, ასე ვთქვათ, გაუჩინა რაღაც. ამ თემისადმი ინტერესი, რა თქმა უნდა, ცოტა შორს მინდის, ის ფილმი ცოტა მანიაკზეა, მაგრამ იქ სუნამოებია მთავარი თემა. და რატო დავიწყეთ ამაზე ლაპარაკები? ესე იგი 1985 წელს, როდესაც პატრიკ ზიუსკინდმა შექმნა ეს ნაწარმოები და გაითქვა მთელ სოფლიოში სახელი, მანამდე უკვე სერიოზულ წერალად და ისედაც აღიქმებოდა, მაგრამ როგორც ხდება ყოველთვის, არ იცი რომელი ნაწარმოები, ასე ვთქვათ, შენ სახელს იმას მთელ სოფლიოში გაგითქვამს, ამიტომაც უნდა წერო, თუ წერ. ხო და იმისთვის რომ ეს ტექსტი ყოფილიყო ისეთი, როგორიც იყო, ანუ შთამბეჭდავი და პირდაპირ აჩენს ეჭვს, რომ ავტორი შემთხვევით არ ჩაული ავტორს ამ თემასთან, კარგად იცის რისგან შედგება ეს ამბები, მე აღმოჩნდა, რომ თურმე ქარხნები დაიარა, სპეციალურად დაესწრო ყველა პარფიუმერიის შექმნის პროცესს. ძალიან სერიოზულად გაეცდა ამ ამბავს, ზუსტად კარგად რო აღეწერა. ამაზე რა თქმა უნდა მახსენდება მაგალითად ერთი გამონაკლისი ამბავი, აი ჟულ ვერნი, კი იცით როგორ აღწერდა ხოლმე გეოგრაფიულ მოვლენებს. მის ასე ვთქვათ თავგადასავლებში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სანამ სოფლიოში ცნობილი მწერალი გახდებოდა, ამ ყველა ინფორმაციას სინამდვილეში ბიბლიოთეკიდან საზრდოობდა, ასე ვთქვათ, ინფორმაციიდან ნამყოფი არსად არ იყო, რაზეც წერდა ხოლმე. მაგრამ ისე დაზუსტებით წერდა, რომ ყველა საბეჭდილება ჰქონდა, რომ დაუშვათ ჟულ ვერნი დიდი მოგზაური იყო. და ამიტომაც მე თავისი იახთით მართლა შემოიარა მთელი სოფლიო. სხვათა შორის ჩაგეჭრები და გეტყვი, როცა აი მაგალითად მენტალური პრობლემების, ანუ როლი გვაქვს ან რაღაცა მსახიობებს, ხშირად ჩვენ ვაკვირდებით ადამიანებს, იმიტომ რომ ავიღოთ ჩვევები, იმიტომ რომ ჩვენ ხო არ ვიცით სწორად როგორ არის, აი ამ გახედვას, მოძრაობას, ყველაფერს აქვს თავისი დატვირთვა. და ამ დაკვირვებას ჩვენ ვაწარმოებთ ხოლმე და დავდივართ. ამბავი იყო, როდესაც შესაბამის ადგილებში, როდესაც თამაშობდა ომის ვეტერანს, ეტლიანს, რამდენიმე თვე წელში გაატარა და ცდილობდა ყველაფერი შეეკეთებია და ანუ მსახიობი მაინც უგრძნობიარე ხალხია, იმდენად შევიდა როლში, რომ რომელიღაცა მაღაზიაში, როდესაც რაღაც რიგი არ დაუთმეს თუ რაღაც არ მოიმსახურენ ისე როგორც ეკუთვნოდა ომის ვეტერანს, აი უკვე იმდენად იყო როლში შესული, რომ აი მთელი ამბავი გამართა, მოკლედ სასამართლომდეც კი მივიდა საქმე და სხვათა შორის ძალიან სასიკეთოდ, იმიტომ რომ მე იმ შტატში კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიაქციეს უკვე ადამიანებს, რაც ეკუთვნოდათ პრინციპში. აღარ აკლებდნენ ყურადღებას, ამიტომაც ამას დადებითი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში. აი ესე მოკიბულობას უკვე რომ დაუბრუნდა და სუნამოსთან ახლოს მოვიდეთ, ანუ პრინციპში სწორად ლაპარაკობდით იმაზე, რომ ძალიან ბევრი პროფესიის არა მარტო მწერლები, არ მსახიობები, არ ბევრი ადამიანი, როდესაც ცდილობს რაღაცაში გაერკვევს მომიჯნავე პროფესიაში თუნდაც ან რაღაც საქმიანობაში, მიდის და სწავლობს. ხო, სიღრმისეულად. ხუილ უბრალოდ ხო, ანუ არ ეყრდნობა აი რაღაც მონაჭორს. პრაქტიკა აუცილებელი. და ძალიან საინტერესოა, ამიტომაც მაგალითად რაღაც პროფესიის ადამიანებმა შეიძლება მომიჯნავე რაღაც საქმიანობა კარგად იცოდნენ, მართლაც სწავლობდნენ, თუნდაც რაღაც ასაკის მიღწევის და პროფესიონალიზმის, ასე ვთქვათ, დაგროვების შემდეგაც კი. იმიტომ რომ სჭირდებათ ხვდებიან, რომ ახლა უკვე შეუძლებელია უბრალოდ ზეპირად ვიცოდე რაღაც ფორმულა იმ საქმიანობიდან. სჭირდება უკვე ვიცოდე რამ გამოიწვია ამ ფორმულის დაწერა, წინა პირობა, შემდეგ რა მოდის და ანუ რაღაცნაირად რომ მივიდე ისეთ მაჩვენებლამდე, რომელიც შემდეგ ჩემს საქმიანობაში მომცემ საშუალებას, რომ წინ გავიჭრა. კი ბატონო, ბატა, შენი ეს ისტორიული შესავალი ნიშნავს იმას, რომ საუბარი უნდა გავაგრძელოთ სუნამოზე, როგორც ხვდები, ხო? სუნამო ძალიან შენი საყვარელი თემა. ეხლა შენ ჩაუჯექი წერან, მე გისმენდი, ხო? ისე თუ დაუკვირდებით, განსაკუთრებით ალბათ ქალები ვაღიარებთ, რომ სუნამოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალის ცხოვრებაში.
რა თქმა უნდა, ახლა მამაკაცებსაც ვერ ჩავთვლით, რომ გამონაკლისები არიან, თუმცა არსებობს მამაკაცების კატეგორია, რომლებსაც უბრალოდ არ უყვართ სუნამო და არ იყენებენ და ბუნებრივ სურნელს ანიჭებენ ხოლმე. მე ვარ ქალებში კატეგორია. ხო, მახსოვს კი უბრალოდ მე არ ვთქვი ჩავთვალე საჭიროდ, რომ თუ თვითონ ჩათვლი საჭიროდ თვითონ იტყვის. ანუ მე ცუდა მეთქვა, რომ სუნამოები არ მიყვარს და როცა ვჩუქნიან სუნამოს წლების განმავლობაში მიდევს. ჩაგიშვით, კარგად რომ მოგესწვიდა. არა, იცი რა, ეს ჩემი ნიშაა რაღაც მომენტში და მომწონს ესეთი მიდგომა რომ აქვს. ხო, თუ გახსოვთ რამდენიმე გადაცემის წინ ჩვენ მეხსიერებაზე ვსაუბრობდით და სპეციალისტმა აღნიშნა, რომ სუნამოს აქვს დიდი მნიშვნელობა ის მეხსიერებაში ძალიან ისე წაუშლელ კვალს ტოვებს ხოლმე და შეიძლება რომ კი ბატონო ხო და შეიძლება რომ აი უბრალოდ შეიძლება ადამიანი ვერ დაინახო, მაგრამ იცოდე რომ მან ჩაიარა. არსებობს ასეთი სუნამოებიც რაღაცნაირად აი შენს სახეს რო ტოვებს და იყო პერიოდი, როდესაც ნუ ხო ძალიან ბევრი სუნამო არსებობს, ახლა რთულია არჩიო რომელი არის. შენ ხარ მითხარ, ბოდი შეგაწყვეტინებ, რომ არსებობს რაღაც სუნამოები ზოგადად, რომ აი 100 მილიონი ადამიანი არის მაგალითად მოყვარული სუნამოების და იმდენი არსებობს და თვითონ შეიძლება ისე მოირგოს, რომ არ მეორდებოდეს. არის ეგეთი მსგავსი რაღაც. კი ბატონო, და შენ წარმოიდგინე პატა არსებობს ისეთი სუნამო, რომელიც შეიძლება მხოლოდ ჩემი იყოს. პერსონალურად სოფოსთვის გაკეთებული შეუკვეთა და კი ბატონო, ხო, ნუ რა როგორ ხდება ამას მოგვიანებით გავიგებთ, როცა ჩვენი სტუმარი შემოგვიერთდება. პრინციპში შემოვიყვანოთ უკვე, ხო? მე არ ვიცი, ხო, ეს არის ადამიანი, აი არ ვიცი მართლა, რომელიც ну ერთად არ ვცხოვრობთ, მაგრამ ერთ კორპუსში რო ვცხოვრობდეთ, აუცილებლად ვიგრძნობდი ხოლმე, როდის დატოვებდა ახლა ზახოთ 20 მეტრში არა, 15 მეტრშია ჩვენგან და გრძნობ აქ როა, სადაა ხო. კი, თავად უფრო ძალიან საინტერესო და სიღრმისეულად გაგვესაუბრება სუნამოებს და რა თქმა უნდა ჩვენც ჩავერთვებით და ანა ნაგერვაძე უნდა შემოგვიერთდეს. მოგესალმები ანა და მადლობა რომ მოგესალმები ასევე თქვენს ტელემაყურებლებს. როგორ ახართ? მოგენატრა მაყურებელი ანა. მაყურებელი ძალიან მომენატრა. მაყურებლის მიმართ მონატრება მე არც არასდროს გამქრობია, შეიძლება ითქვას, რომ დილაო წამოგწდა. მე რაღაც პერიოდი მქონდა სხვათაშორის საკაც ხშირად ეს. კი, ანუ კამერას ლინზას რო ვხედავ, უცებ დილამ მშვიდობის ეს თქმა მიდება ხოლმე, არის ეგეთი რაღაცები. არა, უშუალოდ მე მეზონოთ, რომ ანა გადაწყვეტს ახლო მომავალში, რომ ისევ დაუბრუნდეს ტელევიზიას და მაგრამ რომელი მშვიდობისას თვითონ გადაწყვეტს. შეიძლება საღამო მშვიდობისა გადაწყვეტოს. ხო, ახლა გადავიდეთ მოკლედ მთავარ თემაზე და ნეტა გრძნობდეთ, მე მინდა რომ მაყურებელიც გრძნობდეს იმ სურნელს, რაც ანამ შემოიტანა. ასე ვეღარ მოიქნა. აი თქვენ სანამ შემოვიდეთ, საუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ აი მე შენ თქვი რა მაყურებელს შეიძლება უხერხული იყოს ესე შენობით რომ ვლაპარაკობთ, ხოლმე მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი ხნის მეგობრები და ნაცნობები ვართ. ხაზი მინდა რომ გავუსვა ამასაც უზრდელობაში არ ჩამამართვათ. რა საკუთარ სურნელს ანიჭებ განსაკუთრებით უპირატესობას. სწორად შერჩეული სუნამოთი, მოლეკულათი დანამატის, რაღაც დანამატით, სუნამო, რომელსაც სწორად შეერჩევ და შემდეგ ამ დანამატს დაგიმზადებენ, სუნი იქნება მხოლოდ და მხოლოდ შენი. აი, იმ სუნამოებს, როდესაც მიიპურებ მხოლოდ შენი ინდივიდუალური. ეს ვიცი და მაქვს ჩემი ინდივიდუალური სუნამოები, მაგრამ არ ვარ დამოკიდებული. არა, არის ნახე როგორი რაღაცა. მე რას არ ვემხრობი ხოლმე, აი შემოვიდა აქტუალურია, ყველას ასხია ეს სუნამო. და ინდივიდუალის კარგავს, რაც მიშავრენდი იყოს, მაღალანაზღაურებადი თუნდაც და მე მიყვარს რა, აი არ ვარ დამოკიდებული, მაგრამ ვიყენებ. არის ადამიანები, რომლებიც არიან დამოკიდებული და პირიქით, აი ხშირად სოფოსაციონები კომპლიმენტს ხოლმე, აი სოფრო რა კარგი სურნელი გაქვს და ძალიან მომწონს. სხვაზე და ეხლა შენ სანამ შემოხვიდები ეს სურნელი რო იფრქვევა ძალიან სასიამოვნოა. რა ცუდი ყნოსო მაგ მეც მაქვს რა თქმა უნდა სუნამოების სუნამოს გარეშე არ ვარ, მაგრამ დამოკიდებული არ ვარ და რაღაც მომენტში ძალიან მომწონს. მე დამოკიდებული ვარ, შეიძლება ითქვას, აღარ და მე ძირითადად მაქვს ხოლმე ორი სუნამო. მხოლოდ ორი მიმდინარე სუნამო მაქვს. ერთი არის ყოველდღიური, აი დღეს გაგანებივრეთ განსაკუთრებულ დღეებში, რასაც ვიპყურებ ხოლმე იმ სუნამოთი. ეხლა ისე გამოგვივიდა, რომ ბოლოდან დავიწყეთ. იცით მე არ ვიცი. ანუ არის ადგილი, თუნდაც ბათუმში ან სადღაც, სადაც შეუძლია აი რიგით პაატას ან
ანას ან მერის მივიდეს უთხრას რომ იცით რა მე მინდა არ ვიცი ჩემი ნიკაპის არომატი შეურიოთ რაღაცაში და დაიმზადოთ სუნამო და ამას გაიკეთებთ რაღაც მაგიყვებით რის გამოც მომიწვიეთ დღეს აქ კი ბეტონო მეც არ ვიცოდი რამდენიმე წლის წინ დაახლოებით თავიდან მეგონა რომ მარკეტინგის მსხვერპლი ვიყავი მოკლედ ევროპის ბევრ ქვეყანაში და ბევრ ქალაქში არის ესეთ რაღაც სუნამოს სახლები. ამ სუნამოს სახლებში მიდიხარ, გირჩევენ სუნამოს შენი სისხლის ჯგუფის და კანის ტიპის მიხედვით. და შემდეგ ამ სუნამოსთან ერთად გიმზადებენ ექსტრაქტს, სპეციალურ ექსტრაქტს, ანუ მოლეკულას ვეძახდით ჩვენ ადრე თუ გახსოვთ. ფილმში მთელი ექსცენები. აი ზუსტად ანუ ისხამს სუნამოს და შემდეგ იპყურებს სუნამოს და შემდეგ იმატებ ამ ექსტრაქტს. შენი სისხლის ჯგუფის და კანის ტიპის მიხედვით. თუმცა დიდი ეჭვი მქონდა, რომ ეს იყო მარკეტინგული სტრატეგია ერთგვარი და როდესაც მოვიძიე ინფორმაცია, აღმოაჩინე, რომ სისხლის ჯგუფსა და სუნამოს ხანგრძლივობას, მდგრადობას შორის არანაირი კავშირი არ არის ნამდვილად, მაგრამ არის კანის ტიპსა და სუნამოს მდგრადობას შორის ძალიან დიდი კავშირი და როგორ შეერწყმება ეს ორი სუნამო ერთმანეთს, თუმცა ამ უზარმაზარ სუნამოების სახლებში ამტკიცებენ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სისხლის ჯგუფს, მაგრამ ესე დიდი გრანდიოზული გარღვევა მეცნიერებაში, რომ კი სისხლის ჯგუფზე დამოკიდებული არის ჩვენი სუნამოს მდგრადობა, ჯერჯერობით არ არის მსგავსი არის. მოიცა, ანუ მე შემიძლია ხასებ მაგათად აუ მეორე უარყოფითი ხო ასე? კაიკმოსო. მართლა მეორე უარყოფითი ვარ. მართლა ანუ ყოფილა. სუნამოს ტიპების მიხედვით კი ბატონო. მართლა გამომიცალი? თუ ხუბრო. არა, მართლა მეორე. ჯერ პირველი უარყოფითის პასპაპირებდი და რაღაცა მივიძგა ამისკენ. აი კიდე იცი რა მაინტერესებს შენ თავად გრძნობ შენ სუნამოს? არა რა თქმა და უნდა ვიგრძნო. შეიძლება არის ხო რომ არ უნდა იგრძნო, მაგრამ მე როდესაც ვგრძნობ და არ მაწუხებს, ძალიან მსიამოვნებს, კიდევ უფრო მეტად მიქმნის განწყობას. მაქს შეხედულებასაც ვარ ხოლმე, იმიტომ რომ თუ ვისხამ სურნელს, მე მომწონს რომ ვგრძნობ ხოლმე, მაგრამ ხალხს აქვს ეს გამოცდილება და ეს არის დოგმა, თუ მითი არ ვიცი რომ არ უნდა გრძნობდე. ესე ცალსახად არ არის მაგ კითხვაზე პასუხი არ არსებობს ესე ცალსახად. პირველი რაც არის, როდესაც სუნამოს იცვლი, მე ხა პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ არა ვარ პროფესიონალი, ძალიან დილეტანტის დონეზე ავხსნი ამ პრობლემას, მე როგორც ვიცი იმ დონეზე. როდესაც სუნამოს ვიცვლით, მაგ დროს აუცილებლად ანუ გვინდა თუ არ გვინდა, ყველა ვარიანტში ვგრძნობთ ამ სუნამოს სურნელს. მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თუ კი ჩვენმა რეცეპტორებმა მიიღეს ეს სუნი, თუ კი ჩვენ ეს მოგწონს, იმდენად ვეჩვევით, რომ მიკარგება. ყოველ შემთხვევაში მე ზუსტად ვამბობ, რომ ძალიან მალევე მეკარგება სურნელი, რომელსაც მართლა შევიყვარებ, ანუ ვეღარ ვგრძნობ, მაგრამ ძალიან მიჭირს სუნამოების შერჩევა. ძალიან აი ხო, აი ეს მაინტერესებს. სინამდვილეში ასე მინდოდა რომ დამეწყო დიალოგი, რომ მივყოლოდით მე ქრონოლოგიურად. აი პირველი შენი სუნამო რა იყო? ნუ შეგიძლია სახელწოდება არ თქვა, მაგრამ ვთქვათ, იმიტომ რომ არ ჩაგვეთლობა ალბათ რეკლამაში, რა ნოტებზე გაამახვილე ყურადღება? სულ პირველი ჩემი სუნამო იყო ბებოს ბებმა პატია რომ კამერაში ვთქვა. არავდი არავდი ძალიან მინდა რომ ხა სწორად კლიმა გავიხსენ ეს რეკლამა არ გამოდის ეს თოდა. შეფუთვა იყო ძალიან ლამაზი, მაგრამ ხალხო როგორ შეიძლება რომ ის ანუ დაისხას ისეთი მძიმე, მძაფრი, ძალიან გამყოლე, საოცრად მძიმე სუნი ქონდა და კი ბავშვი რა თინეიჯერობის ასაკში ბებოს პარავდი, დედასაც პარავდი ხოლმე, ჩემი სუნამოს მფლობელი რო გავხდი, უკვე საკმაოდ დიდი ვიყავ. უფრო გრილისკენ ხარ მიმართული თუ ტკბილი სუნამოებისკენ? გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი რა სუნამოს როდესაც შევარჩევ, ვიყენებ 3-5-6 წელი დაახლოებით. და მივხვდი რომ არა ვიცი როგორი მატარებელი არის, როგორი სუნის მატარებელი არის, მაგრამ მივხვდი რომ სხვადასხვა ცხოვრების ეტაპზე სხვადასხვა ტიპის სუნამოს ვატარებ. და ესეც ალბათ იქიდან გამომდინარეობს რა როგორი ეტაპია ჩვენს ცხოვრებაში, როგორი პერიოდი არის, ძალიან ერთგული ვარ სუნამოების მიმართ ძალიან. ოღონდ აი როგორც კი ბევრ ადამიანზე ვიგრძნობ იგივე სუნს, იმიტომ რომ სხვაზე ვგრძნობთ ამ სუნს, ვეღარ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აი მე მაგალითად სეზონურადაც ვაკვირდები ხოლმე, იმიტომ რომ ზაფხულში უფრო გრილი სუნები მომწონს, ზამთარში უფრო გრილი, მაგრამ მძიმე. ნამდვილად რომანტიკული რაღაცა უნდა ვთქვა, თუმცა ასე არ თვლი დღემდე, ანუ რაღაც სუნზე მაშინაც ლაპარაკობდით და გაქვს ემოციური კავშირები, რაღაცას ვიგრძნობ და გვახსენდება მთელი ამბავი. ჩემთვის მაგალითად სუნამოზე უფრო მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ახლა იშვიათად გრძნობ ამას, ალბათ სხვირი მიეჩვია. ჩემი მეუღლის თმის სუნი.
აი ამას ქვია. რომელ არა რაღაცა რომანტიკაში გადავახარ, რაღაცა სერიოზულად დავობ, ეხლა აღარ გრძნობ ხოლმე, მაგრამ ნუ 1000 ერთხელ რაღაც ამდენი წელიწადში ხოლმე. ახლა უკვე ეგრევე როგორ არის, აი რა ვიცი, აი სადგისივე პირდაპირ ტვინში ხდება ასე და აი ძალიან მაგარი ისაა რა და სუნამები შლის, ჩემთვის ამ სუნს შლის. აი ზუსტად მაგაზე საუბრობდი პარა. ანუ იცი რა მაინტერესებს? არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებიც დაახლოებით ორი ბრენდის უნამოს ერთად შეურევს და ისე ისხავს ხოლმე და მას გონია რომ ეს სწორია და მოსწონს სურნელი, მაგრამ შენი აზრი მაინტერესებს, მე კი მაქვს ჩემი აზრი, მაგრამ მინდა რომ შენ მოგისმინო, რამდენად სწორია ეს და გამართლებული არის. პირადად ჩემთვის ეს თუ კი არ არის პროფესიონალის რეკომენდაციით ეს ყველაფერი გაკეთებული, ჩემთვის ძალიან მიუღებელია, იმიტომ რომ მე არა ვარ პარფიუმერი და მე არ ვიცი რა და რას უნამა შეიძლება შევურეო ერთმანეთს, იმიტომ რომ ეს თავიდან ბოლომდე არის ქიმია, ფორმულა და რას რა დაშლის, რას რა შეერწყმება ეს მე არ ვიცი და არის შეიძლება ვიღაცებმა იციან და ყველაფერს აკეთებენ და გამესტით რაღაცა მათთვის სასურველი ფორმულა ესე ვთქვათ და ღებულობენ სასურველ სურნელებას, მაგრამ მე ამას არ ვაკეთებ, გამიმდინარე იქიდან რომ მე არა ვარ პარფიუმერი, მე არა ვარ ქიმიკოსი და ვერ გამოვიცნობ რას უნდა შეიძლება მოუხდეს პირიქით. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ პირადად საკუთარ თავზე, რომ რაღაც უნამოები ავურია ერთმანეთს. რაიმე ესეთი ხერხი ხო არის, რომლის დახმარებითაც სუნამოს სურნელს მთელი დღის განმავლობაში შევინარჩუნებთ და ის წერტილები რო გაგვანდო, შეიძლება სადაც ინდივიდუალურ სუნამოს მიაგენი, შეიძლება ის რაღაცა წერტილიც იცოდე, რომელიც ჯერ ჩვენ არ ვიცით. არა მგონია რომ რაიმე ისეთ წერტილი გითხრათ, რაც აქამდე არის, ძირითადად მე არაფერი არის მაგაზე მოგისმენთ. აი აქ უნდა მიიპყროთ ყურებთან, რა თქმა უნდა, მაგრამ მე სად მიყვარს გარდა ამისა. გააჩნია ოღონდ სუნამოს არის უნამოები, რომ 3-ზე მეტს არ ვიპყურებ, იმიტომ რომ ისედაც ძალიან მძაფრია. ასევე შეგიძლიათ, რომ აი აქ მუხლის უკან, იმიტომ რომ აქაც ბევრი ვენური დაბოლოებაა და როცა მაგალითად ზაფხულში მოკლე ქვედა ბოლოთი იწონებს თავს, რომ გაივლით აი შლეიფი დარჩება. და ჩემი საყვარელი ადგილი არის თმა. აი შლეიფი, რასაც ქვია, ჩემთვის მგონია რომ ტოვებს თმას, რომ აი ეს როგორც კი ისა, მაიგრევე მიმოეფინება ხო. სუნამოებიც არის ხოლმე ცალკე. აბსოლუტურად ყველაფერს ვიყენებ უსუნოს. კანს, როდესაც ვამზადებ, მაგალითად ხო არის რაღაცა განსაკუთრებული დღეები, როცა დიდი ხანი გვინდა, რომ ზუსტად ეს სურნელება გავყვეს ახალდასხმულ სუნამოს, თან მაინც სხვანაირი სუნი აქვს. კანს სჭირდება სპეციალური მომზადება, რაღაც რამდენიმე ეტაპიანი და არც ერთ ამ ეტაპზე არ ვიყენებ არაფერს სუნს. რამდენჯერ შეიტყო ეხლა თქვენთან რომ მოხვედი, იმიტომ რომ მთელ სტუდიაში სურნელია. მე ვგრძნობ. აი რა მომზადე მართლა შეცაიდებულა რა შეიძლება. რო შეკითხების დასმა და ახლა გულწრფელად დავიბერე. აი ნახე, მთელი რიტუალი არის გოგონების და ქალბატონების. კანჭი ჯერ უნდა მივიღოთ სასიამოვნო ტემპერატურის აბაზანა. შემდეგ უნდა ეს +400 ალბათ გრადუსი, როგორც გოგონება. რა თქმა უნდა, ხო, ანუ როგორც ნამდვილ წითელკანიან, რქიან, კუდიან არსებებს შეეფერება, რა თქმა უნდა. შემდეგ სკრაბით უნდა დავიმუშაოთ, შემდეგ არის მშრალი ღრუბელი სპეციალური. აი ეს აბსოლუტურად კანი უნდა გავასუფთავოთ. რამდენიმე ეტაპი არის, ხა ეს ინდივიდუალური არის და შემდეგ მე პირადად მიყვარს უსუნო ზეთით დატანიანება, უსუნო საცხით დატანიანება, ტანის რა თქმა უნდა და შემდეგ უკვე ანუ ეს ამდენი, ანუ ეს ყველაფერი პროცედურა, ანუ უბრალოდ ახლა დილას გავიყიდე ცხელპილი და ვერტილები გამიხიღე, მილას ვისხი რაღაცა ნიკაპზე და გამოვარდი, ეს მარტო ბიჭებისაა და ნახეთ რა არის, თქვენ იმდენად იღბლიანები ხართ. ასე ხო შევისა. თქვენ იმდენად იღბლიანები ხართ, რა ესეთ თვით კმაყოფილების შეგრძნებით დაიბადეთ და მიყვებათ ესე მთელი ცხოვრება და ჩვენ სულ გვინდა რა უკეთესი, უფრო დიდხანს გავყვეს სუნი, უფრო თქვენ რო ყურადღებას გვაქცევთ ამ ფონზე, როცა იცით რომ ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ჩხოდი ვინ ხარ ყურადღებას გაქცევთ? ხო და როცა გვაქცევთ ბედნიერები უნდა ვიყოთ, ანუ ადამიანი წავიდა 1 საათი მუშაობდა იმაზე, უბრალოდ რომ საცურავო მიესხა. შენ არა, ეს კიდე ვიღაცა გინდა რომ ყურადღება მოგაქციოს, წარმოიდგინე. ეს რუტინა არის არა მხოლოდ სუნამოსთვის, ანუ ეს რუტინა ყველაფრისთვის ძალიან კარგი არის, ყველაფრისთვის საერთოდ. ამიტომაც ჭირდება ფარშევანგის კუდი ბიჭებს ხშირად და რაღაცაერად თქვენი ყურადღება მიიპყროთ. კუდი ხო ზუსტად მამრ ფარშევანგებს აქვს. ხო. მე უნდა ჩავეჭრათ, თორე ვერ გავაჩერებთ ამას ერთად აქვს და ნამუშევარი. რაც არ უნდა ქალმასურნელი, რასაც არ უნდა
აი ეს რუტინა ჩაიწეროს, ეს ჩვენთვისაა კარგი და ჩვენს განწყობას ვიმაღლებთ. მაგრამ ეხა პაატარაკი ჩაიჭრა, რაზე ვფიქრობდი, რომ თავის მეუღლეზე რო საუბრობდი, რომ აი ჩემი მეუღლის თმის სურნელი მახსენდება და იკარგავ და თამარამ აუცილებლად პაატარაკი ეთქვა სურნამ აღარ უნდა იხმაროს, იმიტომ რომ თავისი ბუნებრივი სურნელი მოსწონს. აი ის მოსწონს იმასია და ინდივიდუალურია, თორე ეხა ანას რა ეს აპკურებს აი ამ სურნელს ძალიან კარგ განწყობაზე დამაყენა მეც რამდენი შეიტკურა ეხა მითხარი რა თქვი რომ შეიძლება 2 4 რა ვიცი აი სურნელს ზოგადად მართლა ძალიან მძაფრი არის გეომეტრიული პროგრესია არის თუ შეიძლება ვთქვა თუ არ შეიძლება ნიშა ბრენდია დიახ კი ბატონო და ზოგადად აი მაქსიმუმ 3 თავმოყარე გოგონა სამზამეთ მაგრამ მე მაინც გადავწყვიტე რომ იქნებ ეკრანებს აი ეს ეფექტი რომ მიმეღო თქვენი რამდენად მნიშვნელოვანია სუნამო ну გავამრავლე 2-ზე 3 და ეკრან მოვიშვედი ზეგი არომატული ტელევიზორების მოლოდინში ვარ დიდი ხანია მაგ მოლოდინში ვარ ველოდები დიდი ხანია რომ აი სამზარეულოდან რო სუნები გავა აი სამზარეულოს ჩართვები გაქვთ როგორც ვიცი თქვენს აი მაშინ იქნება ძალიან საინტერესო კარგი საინტერესო იქნება შენი რეკომენდაცია თან დაგემშვიდობებით აი გაზაფხულსა და ზაფხულში როგორ ტონებზე გავაკეთოთ არჩევანი მე ისევ და ისევ დაუბრუნდები იმ თემას რომ მე არა ვარ პროფესიონალი და მე ვთვლი მე ესე მომწონს როდესაც იპოვი შენ სუნამოს გაზაფხული ზაფხული შემოდგომა ზამთარი ყინვა უბედურება სულ შეგიძლია რომ მიიპყრო ერთადერთი მე პირადად გამონაკლის რაც მაქვს ზღვაზე და აუზზე მისტებს ვანიჭებ უპირატესობას ეს სხვაობა არის სხვა მეტი არაფერი მადლობა ძალიან დიდი ძალიან კარგი ამბავი გავიგეთ ხო გავეშუროთ ახლა ევროპაში და ვიპოვოთ სუნამოების სახლი და დარწმუნებული ვარ ბათუმშიც ჩამავა მალე ეს ამბავი არაჩვეულებრივი არის მადლობა ანიტა იმედი მაქვს რომ არაერთხელ დაგვატყობ კიდევ ერთხელ ანა ნაგერვაძე იყო ჩვენი სტუმარი და დარჩით ჩვენთან ერთად ის რამდენიმე წამში ისევ დავბრუნდებით მოკლედ ესეთი ჯადოსნური დღეა ასევე დღეს რაც წერლების დღე გადავავი ხო ანუ დიდი ექსპერტივით გამოვედი მაგრამ კარგი ვიტვირთ ამას მოკლედ რა ვიცი ბავშვებისთვის ზღაპარი ბევრ ჩვენგანს მოუყოლია ყოფილა ისეთ შემთხვევები როდესაც მაგალითად მე ახლაც მიყვარს ზღაპარი შუქი ჩავაქრეთ და გვიწევს ზღაპრის ზეპირად მოყოლა ამ შემთხვევაში კაცობრიობისთვის არც თუ ისე შორი უნარი ფანტაზია და ხანდახან გადაზედნეტებული ფანტაზიაც დაუშვით შემონდის ხოლმე წინა პლანზე და ხშირად ზღაპრებს ვამდიდრებთ მე მაგალითად დედაჩემი გამდიდრებულ ზღაპრებს ვიყვებოდა მაგალითად ჩემს ზღაპრებში ძალიან ბევრი გმირი რომელიც ორიგინალში ნუ რატომღაც ბოლოს ცოცხალი არჩებოდა ან რაღაცას თავს წირავდა ყველა ცოცხალი იყო ხოლმე და სოთაშორის ძალიან ბევრი წელი დამჭირდა იმისთვის რომ მარტო ჰეპი ენდებზე არ მეყურებინა ფილმებში და წიგნებში ანუ იმიტომ რომ სულ მიჩვეული ვიყავი რომ ჩემია ყველა ამბავი ყველაფერი კარგად უნდა დამთავრდეს მოკლედ საბოლოო ჯამში ასეთმა ფანტაზიებმა ეს ადამიანი ხედავთ ახლა ამ ციხესიმაგრეზე შანსი რა არ არიცოდეთ რაზეა ლაპარაკი ან ეს უბრალოდ ლაპარაკიც არ ჭირდება ვისაც წიგნი გადაუშლია და ამ წიგნთან ჩაუვლია მაინც ზუსტად იცის რაზეა ლაპარაკი ეს მით უმეტეს მოკლედ ამ კაცმა ძალიან დიდმა მეცნიერმა სხვათა შორის თავისი დროის საკუთარ ბავშვებს უყვას ზღაპარი ისე მოეწონა ამ ზღაპრის მოყოლა რომ მოკლედ აგრძელებდა ამ ზღაპრის მოყოლას სანამ ერთ დღეს არ დაფიქრდა იმაზე რომ ბარემ ხო არ დამეწერა ეს ზღაპარიო იმიტომ რომ მიხვდა რომ მარტო მის შვილებს აღარ ეკუთვნოდა ეს ისტორია და არც მას მით უმეტეს და ამ ერთმა პატარა ზღაპარმა ერთ პატარა ჯადოსნურ ბურძგლიან ასე ვიტყვი არსებაზე გამოიწვია ის რომ მთელი ჟანრი დაიბადა თვითონ ეს ნაწარმოებიც რომელიც სახელს ახლა გეტყვით ქრესტომატიულია დღესაც ანუ კლასიკას მიეკუთვნება აქედან დაიწყო ზოგადად ეს ჟანრი საბოლოო ჯამში მივიღეთ ის რომ ჯერთი ეს ზღაპარი გადაიზარდა ბეჭდების ბრძანებელში მოდი ვთქვათ შემდეგ დაიწერა მთლიანად ამ სამყაროზე საგა რაც ძალიან იშვიათი იყო მაშინ რაღაც ასეთი ტიპის ფანტაზიები და ახლა შედარებით კიდე ამდიდრებენ წერლების სამყაროს და ნუ შემდეგ დღემდე ნუ მის შვილმაც გააგრძელდა დღეს გვაქვს სერიალები, ფილმები, რა ვიცი მე, მაისურები, ფრაზები,
წიგნიდან, რომელიც ზოგს ტატუ და აქვს გაკეთებული, ზოგს მაისურზე და ზოგს სად და მოკლედ ძალიან ბევრ ადამიანს შეუცვალა ცხოვრება. დიდი გავლენა, მზარმაზარი გავლენა და ამ გავლენაზე ვინ უნდა მოგვეწვია? სხვას ვეღარც მოვიწვევდით. შეგვიძლია პრინციპში კიდე ერთი ადამიანი მოგვეწვია, მაგალითად ირაკლი ბაკურიძე, მაგრამ ირაკლი ბაკურიძის სახა არ ეცალა და ჩვენთვის რამდენიმე წუთი გამონახა მარი კორინთელმა და გთხოვთ თუ შეიძლება მარი მოგბრძანდი. შუა დღემშვიდობი. გამარჯობა. შენი ცხოვრება შეცვალა თავის დროზე ამ წიგნს. ვაიმე, ჩემი ცხოვრება მანამდე შეიძლება ტონა ფილოსოფია ქონდა წაკითხო. ნამდვილად, ჩემი ცხოვრება შეცვალა კი არა, აი ახლა ვფიქრობდი, სანამ ეთერში შემოვიდოდი. ნეტავ არ ამეტიროს მეთქი იმდენად, აი რაღაცა რომ ტირილამდე გიყვარს, ასეთი დამოკიდებულება მაქვს ამ წიგნის მიმართ და აი საერთოდ იცვლება ხოლმე რა საყვარელი წიგნების სია, ყველა ადამიანი ასეა, იმიტომ რომ რაღაც განვითარებასთან, გაზრდასთან, შეხედულებებისა და გემოვნების ცვლილებასთან ერთად ეს სია მუდმივად იცვლება, მაგრამ აი რაღაცა ესეთი ხუთეული მაქვს, რომელიც უცვლელია და ამ ხუთეულში ბეჭდების ბრძანებელი ყოველთვის მყარად არის წაკითხვის დღიდან. კი ბატონო, მაგრამ ის რა მაინტერესებს, კი ვფიქრობთ რომ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ბეჭდების ბრძანებელმა საზოგადოებას, მაგრამ აი მაინტერესებს კინემატოგრაფიაში რა როლი შეიტანა ამ ფილმმა. იყო თუ არა ერთ-ერთი პირველი პირობა, რამაც განავითარა შემდეგ ფანტასტიკის ჟანრი. იცი რა, ვერ ვიტყოდი ამას, იმიტომ რომ მანამდეც იყო რაღაცა ეპიკური სამეცნიერო ფანტასტიკაშიც, ფენტეზიშიც ბევრი რამ იყო გადაღებული, თუმცა რა თქმა უნდა, თავისი სპეცეფექტებით, დედანთან სიახლოვით, გრანდიოზულობით, ესეც კინოდაც რევოლუციური მოვლენა იყო. უბრალოდ მე მაინც რაღაცნაირად ყოველთვის ტექსტი მირჩენია ხოლმე და ახლა შეიძლება ის ვიყო ცოტა სუბიექტური. შინაარსი, ხო? ხო, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არის ბევრი რამ, რაც ფილმს აკლია. ვერ მოხდა, ვერც მოხდებოდა ეს. არც რეჟისოროსში ვერ მოხდა, იმიტომ რომ იხდა ხო, ვერცად ვერ მოხდა. აი, ცნობილი ტომ ბომბადილის ამბავი არის ესეთი ძალიან დასამახსოვრებელი ეპიზოდი, სადაც საოცრად ქარიზმატულ პერსონაჟს ვეცნობით წიგნში, მაგრამ ფილმში ეს პერსონაჟი საერთოდ არ არის. თუმცა დაწყვეტილებაზეა ხოლმე როგორ? კი, უნდა ჩაეტიო თან რაღაც მაინც გინდა თუ არ გინდა შეზღუდული ხარ, კი. თუმცა ეს ფილმს არანაირად არ აკნინებს, იმდენჯერ მაქვს ფილმი ნანახი, რომ არ ვიცი უკვე შემიძლია თავისუფლად გავახმოვანო ისე რომ არც კი ვუსმინო მსახიობები. რას ლაპარაკობენ, იმიტომ რომ ფილმიც მიმაჩნია რომ ერთ-ერთი საუკეთესო ეკრანიზაცია არის, რაც კი გადაღებულა ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციას გულისხმობს. თუ მიხვალ უკვე ისე მოხდა რომ ამ მსახიობების სახეები გათვალისწინებთ. იმ აღწერას აღარ ეკრანიზაცია ამას. იმას არ ეყნობ, თორე თუმცა ერთი დადებითი მხარეც აქვს, ვისაც კითხვა არ უყვარს, ფილმი უფრო მეტად მისაღებია მათთვის და მეერე შეიძლება წაიკითხონ. ხო, ანუ სამაგიდო მეერე იქნება ეგ ზუსტად ის სახეები, რაც სამწუხაროა. ხო, მაგ შემთხვევაში ცოტა კირკიტა უნდა იყოს, იმიტომ რომ ახლა ვისაც მაგალითად უყვარს დოსტოევსკის ნაირი აქ შინაარსი არ ალბათ კონდ ლაპარაკი, მაგრამ აი ესე ეპილეპტოიდური დეტალიზაცია, ვისაც ყოფრის მოთმინება, იმათვის კი ადვილია ხოლმე პერსონაჟის სახის წარმოქმნა. და იქ ჭიკ-ჭიკის და ეს დეტალიზაცია 5 ექსკურსიელზე როცა ხდება რაღაც კონკრეტული მოვლენა, კი, მაგრამ როდესაც ადამიანები არის, რომლებსაც სულ ეჩქარება, ხო, იმათვის ძალიან სწრაფი ხალხი როა. აი მე მაგალითად მიჭის ხოლმე და მჭირდება რამდენჯერმე დაუბრუნდე, იმიტომ რომ მხლის. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ადვილად ვანაცლებთ კინოპერსონაჟით ასე ვთქვათ, იმ წასაკითხ ნაკვთებიან ვიღაცა ტიპს. რჩეულ 5 წიგნზე ლაპარაკავთ. ლიტერატურასთან გაქვს შეხება, რა ვიცი მე, რაც გიცნობ, პრინციპში მილიონი წელია ლიტერატურასთან თარგმნილი გაქვს ძალიან ბევრი წიგნი გამოცემული მით უმეტეს და როგორ მოხდა დაუშვათ ბეჭდების ბრძანებელი და რა წიგნებთან ერთად მოხდა საუკეთესო ხუთეულში ამ ეტაპს? ამ ეტაპზე ეს მუდმივი ხუთეული მაქვს, მათ შორის ხო უილიამ ფოკნერი არის პირველ ადგილზე, შემდეგ ვირჯინია ვულფი, შემდეგ ბეჭდების ბრძანებელი, შემდეგ ფილიპ დიკის ოცნებობენ ანდროიდები ელექტროცხრებზე და ერთი საბავშვოც მაქვს ასტრიდ ლინდგენის ჩვენ ცალკე კალაპევერთან. ეს ხუთეული არ იცვლება, ეს სულ ასე არის და ბეჭდების ბრძანებელი როგორ მოხდა და ალბათ ისე მოხდა, რომ ძალიან ბევრი ფენტეზი მაქვს მას შემდეგ არა მხოლოდ წაკითხული, არამედ გამოცემულიც და დარედაქტირებულიც და საერთოდ ამ ჟანრთან ეხა იმედი მაქვს, რომ მაყურებელი შენიშვნას არ მოგცემს, რატომ ამბობს ფენტეზისო, იმიტომ რომ ამ ჟანრს ქართულადაც ასე ქვია, ანუ არ აქვს შესაძლებელი ფანტასტიკას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს საერთოდ სხვა მიმართულებაა, ფანტასტიკა აერთიანებს სამეცნიერო ფანტასტიკასაც და ფენტეზისაც, მოკლედ ფანტაზიის და ფანტასტიკის თქმა არ შემიძლია, ამიტომაც ფენტეზის დავუძახებ, რადგანაც ასე ჰქვია. და მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი, შემიძლია ვთქვა, გენიალური ფენტეზებიც კი მაქვს წაკითხულიც და გამოცემულიც ამის შემდეგ, მაინც
ტოლკინის მწვერვალს ალბათ ვერავინ მიაღწია. ეს არის ბიბლია, ეს არის ის საიდანაც ზოგადად დაიწყო ყველაფერი. ფენტეზის მეტი რა იწერებოდა მანამდეც. კიპლინგიც კი წერდა ფენტეზის და წერდა ტოლკინის მსგავსად ანგლოსაქსურ მითოსზე დაყრდნობით და შუა საუკუნეების ეპოსების და ბეოვულფის და მეფე არტურის მრგვალი მაგეთის რაინდების აი ამ თემატიკის გამოყენებთან და იმავე საკეთებდა დაახლოებით, რაც ტოლკინმა გააკეთა, მაგრამ ფენტეზი ასეთ მწვერვალზე, რომ აი ამ ჟანრს როგორც იქნა მოშორდა საბავშვოს და არასერიოზულის და მსუბუქის მანტია და შემოიცხა კომედიის მარტოებისგან განსხვავებით შემოიცხა ძალიან სერიოზული ლიტერატურის მანტია, აი ეს არის მთლიანად ტოლკინის დამსახურება, იმიტომ რომ ბეჭდების მბრძანებელი ზღაპრების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, გიჟდები პაატამ თქვა წეღან გიჟდების ზღაპრებზე და მეც დღემდე გიჟდების ზღაპრებზე და საერთოდ ზღაპარი ძალიან მნიშვნელოვანი მასალაა, არა მხოლოდ როგორც საბავშვო საკითხავი, არამედ თუნდაც როგორც ფოლკლორული მასალა, როგორც ერის კულტურულ განვითარებაზე, აი ამ განვითარების დინამიკაზე დასაკვირვებელი მასალა, მაგრამ ამის მიუხედავად ზღაპარს მაინც შეიძლება რომ ზღაპარში ვთქვათ მკითხველს არ იყოს სიღრმე და ტოლკინმა ეს შეცვალა, ამოაყირავა ტოლკინის ბეჭდების მბრძანებელი, ეს არის უდიდესი ნაწარმოები, ასე ქვია კიდეც მაღალი ფენტეზი, ჰაი ფენტეზი, ასეთი ტერმინი არსებობს, ეს მაღალ ინტელექტუალური წიგნია, რომელიც მარტივად წასაკითხი სრულიადაც არ არის. აი, წეღან მერიმ რომ თქვა ფილმს უყურონო, ხო, შეიძლება რომ ფილმს უყურონ და აღარც კი გასცნენ, მაგრამ წიგნს იმდენად რთულად იკითხება ეს წიგნი. ეს არ არის ბავშვებისთვის დაწერილი, მარტივად დაწერილი და ყველასთვის გასაგებად დაწერილი წიგნი. ამ წიგნის კარგად გაგება მოითხოვს ერთგვარ მარაგს, რომელიც მკითხველს უნდა ქონდეს თუნდაც ისტორიული ცოდნის სახით, თუნდაც რაღაც მითოსზე, სხვადასხვა ქვეყნის მითოსზე, მხოლოდ ანგლოსაქსურ მითოსს არ გულისხმობ, მაგალითად სკანდინავიურ მითოსზე უნდა ქონდეს წარმოდგენა, ბერძნულ მითოლოგიაზე თავისთავად უნდა ქონდეს წარმოდგენა, აი გმირის მოგზაურობის რაღაცა ცნობილ ფორმულაზე, ამ საყოველთაოდ მოარულ არქეტიპულ სიუჟეტებზე უნდა ქონდეს მკითხველს წარმოდგენა იმისთვის, რომ კარგად ჩაწვდეს ამ წიგნის სიღრმეს და თანაც ტოლკინი როგორც პაატამ აღნიშნა წეღან მეცნიერი იყო, პროფესორი იყო, ოქსფორდში ასწავლიდა სიცოცხლის ბოლომდე, ის იყო ლინგვისტი, ანგლოსაქსური ენების სპეციალისტი. და ეს მისი ლინგვისტური ცოდნაც გამოიხატა ამ წიგნში, ენობრივადაც ძალიან რთული წიგნია. ტოლკინმა ერები მოიგონა, ენები მოუგონა, დამწერლობები მოუგონა. თან ერთი-ორ სიტყვაზე არა ლაპარაკი გამარჯვებებზე. მთლიანი ენები. თავისი მითოსი მოუგონა ყველა ერს, რომელიც ამ წიგნში გვხვდება. წარმოიდგინეთ, ტოლკინმა გარდა იმისა, რომ თავისი ნაწარმოები ააგო უკვე არსებულ მითოსებზე, საკუთარი მითოლოგია გამოუგონა კიდევ აი ამ ქვეყნებს და ამ ერებს, რომლებიც მოიგონა ბეჭდების ბრძანებლისთვის. მოკლედ ეს არის საოცარი სამყარო, რომელშიც გარდა იმისა, რომ აღწერილია მარადიული ღირებულებები, როგორც არის სინათლისა და სიბნელის დაპირისპირება, კლასიკური დიქოტომიები, ბოროტისა და კეთილის ბრძოლა, აი ამის მიღმა სამეცნიერო მასალად შექმნა და დატოვა უნიკალური წიგნი და თანაც ეს წიგნი იწერებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს თავად ტოლკინი პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა და გინდა არ გინდა, თუნდაც სულ რომ მართლა ზღაპარს წერდე, როდესაც რაღაცას წერ შეუძლებელია ისტორიულ კონტექსტს მოწყდე, რა კონტექსტშიც იბადება ეს წიგნი. და ამას ტოლკინიც ვერ მოწყდა და ძალიან ბევრ პოლიტიკურ ისტორიულ პარალელსაც იპოვის მკითხველი ამ წიგნში და თან ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს პარალელები არ ცვდება. ახლაც რომ დაიწყო ბეჭდების ბრძანებლის კითხვა, მორდორი იქვია. გეგონება რომ თანამედროვე პოლიტიკურ ვითარებაზე დაწერილ წიგნს კითხულობ. ერთგვარი წინასწარმეტყველებაც გახდა და ამიტომ არის დროში უცვეთი. რომ როგორც ისტორია დადის წრეზე, ისე არ ცვდება ეს ტოლკინის მიერ აღწერილი გამოსვლები. ანუ ეგ 1984-ით ძალიან პოლიტიკურ კონტექსტამდე რახმები 1984 სამწუხაროდ ძალიან სიცოცხლის უნარიანი აღმოჩნდა სამწუხაროდ. და რა იცი, ანუ თან ჰობიტი იწერება ბავშვებისთვის ხო მართლა ბავშვებს უკითხავდა ახლა მეცნიერი კაცი ანგლოსაქსები ხო ვიცით ეს საღამოს ჩიბუხიანი ბიძიები როზია და ახლა გაზეთში და ეგეთი ბიძია მუცე მოიცალა და იმ დროს თან პატრიარქალურ გარემოში მამა იცლის იმისთვის რომ საერთოდ ხო ბავშვებისთვის ზღაპრებს კითხულობს იმიტომ რომ წესით გაზეთი უნდა კონდეს გაშლილი და ნუ ის მართლა ჩიბუხინო ჭირებს ჩუსტამით უნდა დარბოდნენ ბავშვებს ჩუმად ხო ეს მამა ზღაპრებს უყვებოდა ნუ მათთვის რომ ეს ყურადღება მიიპყრო ეხლა წარმოვიდგინე ეგ სცენა და გადაწყვიტა რომ თუ არსებობს აი მასალა რა მომენტში გადაწყვიტა ეს გაეციგნები არსებობს კი როდესაც დაასრულა ჰობიტის მოყოლა თავისი შვილებისთვის საერთოდ შვილებთან ძალიან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა ყოველთვის აი ცალკე წიგნად არის გამოცემული შობის პაპის წერილები ყოველ შობას თითქოს და თოვლის ბაბუა უწერდა შვილებს წერილებს ნუ ეს საოცარი წერილები ამიტომ ტოლკინი არ იყო მდიდარი სანამ მისი წიგნები სუპერ ბესტსელერები გახდებოდა და აი ვითომ თოვლის პაპა წერს 1000 გასასამართლებელ მიზეზს რატომ ვერ უყიდო
მდიდრული საჩუქრები თავის საოცარი წიგნი, არ ვიცი, ყველას ურჩევ რომ წაიკითხოს. და აი ასეთ სულ აქტიურ ურთიერთობაში იყო შვილებთან, ჩართული იყო მათ ცხოვრებაში და მათაც რთავდა თავის ცხოვრებაში. ალბათ ესეც ძალიან საინტერესოა და ჰობიტის მოყოლა რომ დაიწყო და შემდეგ რომ აღმოჩნდა რომ ფანტასტიკური რომანი დაწერა ამ კლასიკური გმირის მოგზაურობის ფაბულაზე, გამოსცა წიგნად და მოხდა ისე რომ ძალიან პოპულარული გახდა ეს წიგნი და გამომცემელმა დაუკვეთა გაგრძელება. და ტოლკინმა უთხრა რომ დიდი დრო დასჭირდებოდა ძალიან ამისთვის, მაგრამ იმდენად გავარდა ჰობიტი, რომ გამომცემლები უკვე ყველაფერზე თანახმა იყვნენ და ენათან განსხვავებულია, შენაც აღნიშნე მანამდე, ეს არის ბავშვები და ის არის საყვარელი უჭი რაღაცა და მე მოდის და აი გრძნობდა ამ მზაობას, რომ რაღაც უდიდესი ეპიკური ნაწარმოებების შესაქმნელად მზად იყო, უკვე მომწიფებული იყო გონებრივად. მანამდეც ჰქონდა მას მწერლური გამოცდილება ნარნიის ქრონიკების ავტორთან კლავ ლუისთან ერთად ინკლინგების ცნობილ გაერთიანებაში იყო და მწერლობდა, მოკლედ დიდი ხნის განმავლობაში არ მხოლოდ პროფესორობდა, არამედ მწერლობდა კიდეც და აი აქედან ჰობიტის წარმატებიდან და დაკვეთიდან და თხოვნიდან დაიწყო ეს დიდი საგა, მოკლედ, რომელსაც მერე გაგრძელებები, წინა ისტორიები და რა ვიცი კიდევ 1000 წიგნი მოჰყვა და პირველი რედაქცია, ანუ იმდენად შეიჭრა როლებში, ჯერ აი ვერც კი წარმოიდგენთ უბრალოდ რამხელა ცოდნა აქვს გადმოცემული, აი ერთი ადამიანი როგორ იტევდა ამ ცოდნას ასეთი მეცნიერი რომ იგრძნობოდეს მხატვრულ ნაწარმოებებში, ასეთი უმბერტო ეკო ვიცი ერთი და მეორე ტოლკინი ვიცი, მეტი ასეთი მე მგონი არავინ ვიცი და პირველი რედაქცია დაურედაქტირებელი, რომელიც დღეს უკვე მისი არქივების კუთვნილება 10000 გვერდს შეადგენს, წარმოიდგინეთ ეს რამხელა წიგნი იყო და მე ხო, შემცირდა შემდეგ ბეჭდების ბრძანებამ და თუმცა იქიდან შემდეგ მე სხვა რაღაცები გამოდნა, გაგრძელებები და არის დაუშვათ ქართულად და ეს 10000 გვერდის არა, ქართულად ეს 10000 გვერდი არ არის, მაგრამ ქართულად ძალიან ბევრი რამ არის ნათარგმნი ბეჭდების ბრძანების გარდა. სილმარილიონი, ბერენი და ლუთიანი, ბევრი რამ არის ტოლკინის ამ სამყაროდან ნათარგმნი და ქართულ თარგმანზე მინდა რომ ორიოდე სიტყვა თქვა, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი თარგმანი გვაქვს. ნიკა სამუშია თარგმნა და თავის დროზე დიდი დავა გამოიწვია ამ თარგმანმა, იმიტომ რომ საკუთარი სახელები და ტოპონიმები თარგმანმა გადაწყვიტა რომ ეთარგმნა ქართულად და ძალიან ბევრს საერთოდ ტოლკინს როგორი მკითხველი ყავს, იცით როგორ თაყვანისმცემლები ორთოდოქსი მორწმუნეები არიან რაღაცა და უმცირეს ცვლილებასაც კი ვერ იტანენ და ის ადამიანები ძალიან განრისხდნენ მახსოვს ახლა ეს რამდენი წლის ამბავს ყოფილიყო ახლა ბილბო ჩანტიძე ალბათ არ ჟღერს ისე კაცი აბგელი ბილბო აბგელია ქართულად ბილბო აბგელი ხო ბილბო ბეგინსი და ამას თავიდან ვერ ეგუებოდა მკითხველი ვისაც დედანში ჰქონდა ეს წიგნი წაკითხული და ძალიან უჭირდათ შეგუება, მაგრამ საბოლოოდ მე მაშინაც მწამდა რომ ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ ყოველ სახელში რაღაც იდეა აქვს ჩადებული. თუნდაც ის რომ ბილბო ბეგინსია, ანუ აბგელი, ანუ აბგა აქვს მოკიდებული, ეს უკვე წინასწარ განწყობას გიქმნის, რომ ამ გმირმა უნდა იმოგზაუროს. თავიდან როცა ჰობიტის კითხვას იწყებ, ბილბოს არაფერი ეტყობა იმის, რომ იმოგზაურებს. საერთოდ აი ეს გმირის მოგზაურობის სიუჟეტი ასეთია, ხო, რომ კომფორტის ზონაში არიან ხოლმე ეს მომავალი გმირები, მე რაღაცა გარე გამაღიზიანებლების ზემოქმედებით გადაწყვეტნა რომ უნდა გამოვიდნენ ამ ზონიდან და იწყება მათი დიდი მოგზაურობა. და რაღაც ერთგვარი წრე უნდა შეასრულონ. ინიციაცია უნდა მოხდეს, ხო, ანუ ისინი უნდა მომწიფდნენ, რაღაცად უნდა მომწიფდნენ და რაღაც დაბრკოლებები უნდა გადალახონ ამ ინიციაციის გზას. ეს კლასიკური სიუჟეტია, სოფლიო რელიგიების, მითოლოგიების და აი აქაც რომ კითხულობ, რომ იწყებ ამის კითხვას ბილბოს ისტორიის, საერთოდ არ ეტყობა რაღაცა პუტკუნა, ჭამასმის მოყვარულ პატარა გაბურძგლო პატამ, როგორც თქვა ჰობიტს, რომელიც თავის სოროში ცხოვრობს შირის საგრაფოში, ძალიან ბედნიერად ცხოვრობს, ძალიან კმაყოფილი ცხოვრებით. ვერაფერზე ვერ შეატყობ თუ ის ძალიან დიდ მოგზაურობაში წავა და მართლა დრაკონს შეებრძოლება და რა ვიცი 1000 დაბრკოლებას გადალახავს, მაგრამ აი ის რომ შენ იცი რომ მისი გვარი აბგელია, რაღაცნაირად უკვე წინასწარ განწყობას გიქმნის, ხო, რომ ამ კაცმა აბგა უნდა მოიკიდოს და დიდ მოგზაურობაში დიდი თავგადასავლების ვიცი, ადრე უფრო ხშირად იყო ხოლმე და ნუ 50-100 წლის წინ უფრო ხშირად იყო, როდესაც პერსონაჟების სახელგვარები რაღაცას ნიშნავდა. მე რაღაცა ეთყობა, ნუ ძალიან მოიჭამა და დაკარგა მნიშვნელობა იგივე ანუ კლასიკურ წერილებს არასდროს არ აქვს არც ერთი გვარი ტყუილ უბრალოდ. და არსებობს ახლა ამის სხვა მეთოდიც, მაგალითად ქოლიო შეგიძლია თავიდანვე გაუკეთო რომ ამას ნიშნავს და მე ბეგინსად იკითხო, რატომ ამოვიჩემე ხეს ბეგინსი ყველაფერი ნათარგმნია თითქმის, მაგრამ ნუ მე ადრე ხედავ ასე უბრალოდ ჩანტიძე თქო ისე ვიქნა და აბგელი ჟღერ, აბგელი დაირქვევდი კიდეც ადამიანი ყვა და ჩანტიძეს არ დაირქვევდი. თუმცა რაღაცნაირად ახლა უკვე ძალიან ორგანულია ეს ნათარგმნი
სახელები და ნათარგმნი ტოპონიმები მე ძალიან მომწონს და მართლა უდიდესი გრანდიოზული სამუშაო შეასრულა ამ წიგნის თარგმნით. ისე სხვათა შორის ახლა დავფიქრდი რაზე, იცი? ახლა შორს მივდივარ ალბათ, მაგრამ ჰობიტები მიუხედავად ის რომ ჭყალებში იმ მომენტისთვის ჩამორჩენილი ცივილიზაცია აქვს, ხვებთან შედარებით, ხო, გვარები აქვს. გვარი თან მაშინ გვარი არ არის თლად ხშირი. სხვები არის ის ამის შვილი, დაუშვათ ეს ამის შვილი და აღმოთ უკვე გვარი აქვს. რაღაცაში წინ არიან. ანუ სინამდვილეში წინ არიან რა რაღაცაში. და ბალო დაფიქრე ყოველთვის ცუდი კი არა, კაცო, ფერმერის კარგი ცხოვრება, ხა იქ რაც აღწერილი და ისეთი შეახება გაჭირების პერიოდში. ეგ მომენტიც რა საინტერესოა, თუნდაც მე ფროდო რომ იწყებს ბეჭდის გასანადგურებლად ამ თავის დიდ მოგზაურობას, რომ ეს გმირები სრულ კომფორტში ცხოვრობენ და რა ძალა აიძულებთ მათ, რომ რაღაც საყოველთაო სიკეთის ხათრით თავიანთი პატარა კომფორტი დათმონ და არც თუ ისე გულადები არიან, არც თუ ისე გამბედავები არიან, მაგრამ აი როგორ მაინც რაღაცა არის, ხო? რაღაცა უფრო აი ეს მასლოუს პირამიდის ბოლოს აფეხური ხო ეგ არის, რომ რაღაც მეტი უნდა გახდე ვიდრე, ანუ ყველაფრის რეალიზებას რომ შეძლებ უკვე და ყველა მოთხოვნილებას რომ დაიკმაყოფილებ, მე რაღაც კიდევ მეტი გინდა ამ რეალიზებაზე კიდევ მეტი და აი მანდ როგორ მიდიან ეს გმირები, რომ კიდევ მეტი უნდათ, როგორ იჯერებენ, რომ მათი გადასარჩენია სამყარო და როგორ ეგებებიან სასიკვდილო საფრთხეს, აი ამ გზაზე. ეს ძალიან და ანდერსენშიც გახსოვს, გერდა რო ჯადოქართან მიდის და რო თითქოს და 12 ირემის თუ რაღაცის ძალა და ქარიშხლის ძალა და ის რო ეუბნება რომ არ უნდაო ესო ფლოპსო ამ ძალაში იგნითო და ეგ გაცილებით მეტია ვიდრე რაღაც გარეგანი პუნქტები. ძალიან მაგარია დამბუძგარი გამარჯვება. მენა ქონდა ის ის სიყვარულისთვის მიდის, აი ესეც ხო სიყვარულისთვის მიდიან სინამდვილეში. მარი, როგორი იქნება შენი რეკომენდაცია, ანუ მოზარდისთვის რა პერიოდი არის ყველაზე საუკეთესო, რომ აღსაქმელად იყოს მარტივი, თუნდაც წიგნი, თუნდაც ფილმის ნახვა? ფილმის ნახვა მე მაგათაც შევშვილებს ძალიან მცირე ასაკში ვაჩვენე ეს ფილმი და ყველაფერი აბსოლუტურად გასაგებია. ანუ ბავშვებს მაგალითად 8, 9, 10 წლიდან ალბათ 10 წლიდან კარგი მოდი ასე ვიტყვი რაღაც ისეთ უფრო ისეთი რომ იყოს ნეიტრალური ასაკი შევარჩიე 10 წლიდან ფილმის ნახვა ვფიქრობ რომ უკვე ძალიან კარგი იქნება, მაგრამ წიგნი ცოტა რთული საქმეა, მაინც რეკომენდაციას უწევ ჯერ ჰობიტით დაწყებას, რაც 11, 12, 13 წლიდან კარგი საკითხავი იქნება და შემდეგ მაინც ბეჭდების ბრძანებელი მგონია რომ ოდნავ უფრო მოგვიანებით წასაკითხი წიგნია. ხო, უკვე მოზარდსაც რა თქმა უნდა თავისუფლად შეუძლია რომ წაიკითხოს, მაგრამ რაღაც გარკვეული თუნდაც ენობრივი თვალსაზრისით, აი რთულ კონსტრუქციებთან უკვე შეთამაშებული უნდა იყოს ამ ბეჭდების მბრძანებლის მკითხველი. იმისთვის რომ ინტერესი არ დაკარგოს, იმიტომ რომ ძალიან მდიდარია ენობრივად და შეიძლება რომ მოზარდმა ინტერესი დაკარგოს, არა მარტივი ნამდვილად. კი ბატონო, ჩვენ შეგვიძლია დასასრულს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ შეგვიძლია ონლაინ სივრცეში კომუნიკაცია თქვენთან. ახლა რო უყურებთ მაგალითად ამას, ვინც ახლა შემოგერ გადაახვევთ, აი მაშენი ინიციატივას გავაგრძელებთ, თქვენი საყვარელი 5-ეული, 3-ეული, 10-ეული წიგნების ჩამოგვიწერეთ თუ შეიძლება, გავუზიაროთ ერთმანეთს ვის რა წიგნები ყავს. შეიძლება ფილმების 10-ეული იყოს, ვის ფილმები მაგალითად რომელიც თქვენთვის არის სამაგიდო და იმდენად მოახდინას გავლენა თქვენს ცხოვრებაზე იმ ფილმებმა, წიგნებმა თუ ლექსებმა, რომ თქვენ ხართ ისეთი როგორიც ხართ და კმაყოფილი ხართ იმ შედეგით, რაც არის ახლა სარკეში რო იხედებით. კი ბატონო, მარი დაგემშვიდობებით, დავემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს, რომ მოვიდა და ხვალ ჩვეულ დროს შევხვდებით ისევ იგივე შემადგენლობა. კი ბატონო. კარგად იყავით. მარის კიდე ბიბლიოთეკაში იხილა პარალელურად. ნახვამდის, მადლობა.